აღდგენაზე რაც ისე კუჩა საიდან გამომდინარე რამე შეკითხვები ხო არ შეიძლება ნების თეორიები კომენტარებიდან თუ ჭანტურიაში განმეცდამსია. ნების თეორიებზე. მაგასთან დაკავშირებით კითხავთ, რომ თვითონ გარიგებებს რაც შეეხება ნების თეორიებს, ასე შემდეგ, ანუ გარიგებების თავიდან მოგივართ ეს ნების თეორიები და დაუშვათ თეორიები იურიდიული პირის შესახებ და ასე შემდეგ, წინდა ის თეორიები რაც არის, აგებს უკვე შუალედის სიტუაციის კიდევ დაამუშავოთ და ეგენი ფინალური სქეშოა. ეგეთ საკითხები აგებდებათ. ეხლა რა საკითხები შევთ, პრინციპი არის ძალიან მარტივი. ეს არის საკითხები, რომლებიც კოდექსში გაქვთ უცხოეთში, ისე ვთქვათ, და რომლებიც მუხლობრივ რეგულირებას ექვემდებარება. არა თეორიები, არამედ პრაქტიკულად მუხლითაც არის მოწესრიგებული როგორც ერთად. ასე რომ მაკუთვნით იმუშავეთ. კიდე იყო რა კითხვა? კითხვები არის. კარგი. ლექციაზე შეიძლება შეკითხვა ქონდა. კარგი, წინასწარ ჩვენ ვილაპარაკეთ უფლების განხორციელებაზე. ეხლა საუბარი გვექნება მათემატიკაზე. ანუ პირველი ძალიან ზოგადად ალბათ გახსოვთ ჩვენ ქონდა საუბარიაზე, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები ის არის როგორც ყველა სხვა დანარჩენი სამოქალაქო სამართალში ცოტა სპეციფიურად არის რეგულირებული ურთიერთობების და შესაბამისად ვადები როგორც ესეთი ორ ძირითად ჯგუფად შევიწყოთ. ერთი ეს გახლავთ თვითონ ვადების გამოყენის წესი. ვადების გამოყენის წესი დადგენილი ვადების კანონის მიერ ფარგლებში და ასე შემდეგ. და მეორე ეს გახლავთ თვითონ ხანგრძლივობის ვადები. ანუ ვადები რა პერიოდის განმავლობაში მხარემ შეიძლება მოითხოვოს საკუთარი უფლების რეალიზაციას სასამართლოში. ეხლა უყურეთ რა ხდება. საერთო ჯამში მატერიალურ სამართალს სწავლობთ ერთად, რასაც გაგიგებთ. ანუ სამოქალაქო კოდექსში რაც არის რეგულირება მოცემული, ეს განეკუთვნება სამოქალაქო სამართლის მატერიალურ ნაწილს. სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნაწილი ეს არის უფლებების და ვალდებულების გამგენი ნორმების ერთობლიობა, რომლებითაც ორი გამტენი საკითხია. ანუ როგორც მინდაო, გავაგზავნე. ეს გახდა ასე უშუალოდ. რომელსაც კანონმდებლობა ადგენს ერთადერთ რაღაცას. რის უფლებაა რა შემთხვევაში წარმოიშვება ეს უფლებები, როგორ წარმოიშვება ვალდებულების შეუსრულებლობას რა შედეგი მოყვება და ასე შემდეგ. მაგრამ თავისთავად დამოუკიდებლად და ცალკე მატერიალური სამართალი ვერ იქნება ამ მოთხოვნის უფლების განხორციელების საშუალება. ანუ ის რომ თქვენ რაღაცის უფლება წარმოგეშვათ და ვიღაცას თქვენს მიმართ გააჩნია შესაბამისი ვალდებულება
ეს ვიღაცამ უნდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ესეა, თუკი მხარე არ არის. ანუ მე და თქვენ დავდეთ ერთმანეთში გარიგება, ვიკისრე ვალდებულება, რომ შევასრულებთ გარკვეულ მოქმედებას თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ არ ვასრულებთ. თქვენ თვლით, რომ მე ამ შემთხვევაში დავარღვიე რაღაცა და შესაბამისად უნდა ვიკისრო ვალდებულება და უნდა ალყო პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ იმისთვის, რომ მე ეს პასუხისმგებლობა იძულებით ვიღაცამ შემასრულებიოს, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ შემთხვევაში სასამართლოს. სასამართლო უნდა თქვას, რომ ნამდვილად ეს ადამიანი დამნაშავეა იმაში, რომ არ განახორციელა მასზე დაკისრებული ვალდებულება და აქედან გამომდინარე იძულებით შემასრულებიოს ეს ყველაფერი. ანუ ეს არის უკვე საპროცესო ურთიერთობა, სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობა. ანუ პროცესი როგორც სამართალი, ეს გახლავთ მატერიალური სამართლის რეალიზაციის, ანუ განხორციელების მექანიზმი. რაღაცა დავარღვიე შინაარსობრივად, წავედი სასამართლოში და პროცესუალურად უკვე ეს ყველაფერი მე სასამართლოდ დამიკიცა და დავიწყე. სწორედ ამ შემთხვევისთვის სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ხანდაზმულობის ვადებს. ანუ რა პერიოდის განმავლობაში მაქვს უფლება მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო თქვენგან იძულების წესით იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ნაკისრი ჰქონდათ ჩემს წინაშე. ხანდაზმულობის ვადების რეგულირების აზრით იდეა რაში მდგომარეობს. ეს გახლავთ ის, რომ არც ერთი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არ შეიძლება გაგრძელდეს ბუნებაში დაუსრულებლად. ანუ ის საკითხი, რომ თქვენ რაღაცა გარკვეული ვალდებულება იკისრეთ და არ შეასრულეთ, ცუდია და დარღვევა გასაგებია. მაგრამ ყოველთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ უფლების არსებობა ისე რომ მე არავითარ რეაგირებას არ ვაკეთებ და უთხრა და როცა მომილდება მაშინ ვიმართო სასამართლოს, ესეთი რაღაცა არ ხდება და არ არსებობს. ანუ ხარ შეზღუდული პერიოდით, ძალიან პერიოდში მიმართე სასამართლოს, სასამართლო გეტყვის კიბათო რომ დამნაშავეა და ასეთ შემთხვევაში როგორც გინდა ეგრე მოიქეცილებ. მაგრამ თუ გადააცილებ ამ ვადას, ამ შემთხვევაში უკვე შენი მოთხოვნის უფლების რეალიზაციის ალბათობა და შესაძლებლობა სასამართლოს წესით უკვე აღარ იარსებებს. ანუ ეს ზოგადად რო გავიგოთ. ეხლა უკვე რაც შეეხება თვითონ ხანდაზმულობის ვადებს. ხანდაზმულობის ვადები იყოფა სამ ნაწილად. სამი კატეგორიის. პირველი ეს გახლავთ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადები. მეორე ეს გახლავთ უძრავი ნივთებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები და მესამე ეს გახლავთ საერთო ხანდაზმულობის ვადები. პირველი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ზოგადი წესის მიხედვით არის 3 წელი. მეორე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ხანდაზმულობის ვადა გახლავთ 6 წლიანი და საერთო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს. ახლა ეს ყველაფერი რას გულისხმობს თავის თავში? პირველი, ბატონო, საერთო ხანდაზმულობის გავო 10 წელი. 10 წელია საერთო ხანდაზმულობის ვადა. ესენი ყველაფერი ხარ რას გულისხმობს თავის თავში? პირველი, სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადები. 3 წლიანი. ეს ვადები ვრცელდება და მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი გვაქვს ხელშეკრულების დარღვევიდან ან მისი არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების. ანუ შემთხვევა, როდესაც მე და თქვენ შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა და რომელიმე მხარე არ ვასრულებთ იმ ვალდებულებას, რომელიც ვალდებულებაც ჰქონდა ნაკისრი. იმისათვის, რომ ამ მოთხოვნის რეალიზაცია მოხდეს, თქვენ გაქვთ ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 3 წელი. ანუ 3 წლის ვადაში შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. ოღონდ აქ პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, შეგიძლია გადასრულოთ მაგას. აქ პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, ოღონდ საიდან ვიწყებ მე ამ ხანდაზმულობის ვადის თემისათვის. ვალდებულება რომ დაირღვა გასაგებია, მაგრამ ხოლმე ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ არის საკმარისი ვადის დენის ათვლის დასაწყებად.
აუცილებელია რომ ამ დარღვევის შესახებ მე უნდა ვიცოდე ან უნდა მცოდნოდა ან ხანდაზმულობის ვადისდენის საფრთხე იწყება და როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმის შესახებ რომ მისი უფლება არის დარღვეული მას შემდეგ რაც ეს ფაქტი დადგება ანუ ჩემთვის გახდება ცნობილი ან ქონდა რეალური შესაძლებლობა იმისი რომ ვცოდნოდა და არსებობს ამის შესახებ ვარაუდი უკვე იმ მომენტიდან იწყება ხანდაზმულობის ვადისდენის საფრთხე მითხარება სანამ გავარდნილ აი ასეთი შემთხვევა როდეს არის ანუ უნდა გაიგოს ვარიანტს ვიტყვი ხო ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია რაღაცა შესრულებული სამუშაოს ჩაბარების დრო და იქ ხელშეკრულებაში მითითებულია რომ ეს დრო რო გავა ანუ 3 დღეში თუ არ გამოგვეხმაურა ანუ ეს თუ არ გამოგვეხმაურე ის შემთხვევაში შესრულებული სამუშაო ნამდვილად ითვლებაო და ეს გამოდის ხო ვერ გავიგე შეკითხვის არც აბა გამიმეორე რა არის გათვალისწინებული და 3 დღეო არა 3 წელი ანუ არის ხელშეკრულება სადაც მითითებულია რომ თუ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ამ ჩაბარების რიცხვი როცა არის დადგენილი ხელშეკრულებით 3 დღის ვადაში ვისაც ეს მეორე მხარემ არ მიმართა ამ პირველ პირს ამ შემთხვევაში შესრულებული სამუშაო ითვლება ხელშეკრულებით მიღებულად ხო მიღებულად კი ბატონო დასაშვებია 3 დღე 3 დღე თუ ხელშეკრულებით რა გაწერე რომ 3 დღეში უნდა ინფორმაცია მომაწოდოს ხო ხო რომ ანუ კარგად შევეხმიერა თუ რამე პრეტენზია გაქვს 3 დღის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყო ხანდაზმულობის პროცესი იმ შემთხვევაში თუ დარღვეულად ჩათვალე შენი უფლება მაგრამ უფრო ეს ძალიან ისეთი ტრივიალური მაგალითია რომელიც ძალიან კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული ახლა რასაც შევეუბნები აი მაგალითისთვის 3 დღეს აი მეოთხე დღეს რომ მივედია მეხუთე დღეს უკვე აღარ მექნება შესაძლებელი ხდება არა შეცილება არაფერ შუაში არ არის აქ საუბარია იმაზე როდის ვიწყებ მე ვადის დათვლას იმაზე კი არ არის საუბარი შენ ხელშეკრულებით მე ვერ შემიზღუდავ მოთხოვნის ხანდაზმულობას ანუ ხელშეკრულება შენ ვერ ჩამიწერო კანონიკი გეუბნება რომ აქ 3 წელი გაქვს შენ ვადა მაგრამ ახლა შენ 3 დღეში მიმართე სასამართლოს ეგეთი რაღაც არ ხდება უბრალოდ შენ რა მაგალითიც მოიყვანე მან შეიძლება იყოს დაუშვათ ხელშეკრულებაში ისეთი რამ გათვალისწინებული რომ ანუ პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში 3 დღის ვადაში პირობითად ითვლება რომ იქ არის მიღებული ან დაუშვათ თვითონ ხელშეკრულება ვადით როდესაც არის განსაზღვრული რომ ეუბნება რომ დაუშვათ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 2013 წლის 30 აპრილამდე ან 30 აპრილის ჩათვლით ასეთ შემთხვევაში დადგა უკვე ეს ვადა ხო აქედან გამომდინარე თუ რაღაცა სპეციალური დათქმა გააქვს იმაში რომ აი ბატონო ეს ვადა რო დადგება უკვე შენ უნდა ივარაუდო ის რომ მიღებულია სამუშაო და ითვლება რომ ჩაბარებული გაქვს თუ შენ რაღაცა წერილობით შეტყობინებით არ მიმართე ეს არის რომ უნდა შემეტყო ანუ უნდა დავინტერესებულიყავი იმითი რა მოხდა ან შემთხვევა როდესაც დავუშვათ უფრო მარტივი შემთხვევები რაც არის და რაც განიმარტება ხოლმე როგორც უნდა გამეგო მე ავტომანქანა შევიძინე ვიღაცისგან როგორც არ დამირეგისტრირებია საპატრონო პოლიციაში ხო მივედი სარეგისტრაციოდ ერთი შემთხვევა როცა ვიცოდი მივედი სარეგისტრაციოდ აღმოჩნდა რომ უკვე სხვაზეა ეს გადაფორმებული და დამეწყო ადისათვალე ავაყენებ ამასთან დაკავშირებით პრეტენზიას ან მეორე მთელ რიგ შემთხვევებში უკვე რადგან ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სასამართლო ამას განმარტავს როგორც იმას რომ უნდა გწოდნოთ ანუ შენ შეგეძლო დაინტერესებულიყავი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ინფორმაცია შენთვის იყო ხელმისაწვდომი უფრო სწორედ და აქედან გამომდინარე შეგეძლო ეს ინფორმაცია მოგეპოვებია თუმცა ეს ძალიან უნდა გაიგო ძალიან ისეთი საკითხია რომელსაც მოდი ესე ვთქვათ რა კლასიკური რეგულირება არ აქვს დღის მდგომარეობის პრაქტიკაში იმიტომ რომ აი ყოფილა შემთხვევები დავუშვათ სასამართლო პრაქტიკაში როდესაც უძრავის როცა პიდულობ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში და აღივიწყები მესაკუთრეთ ხო ანუ არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი რომელიც აბსოლუტურად საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერ პირისთვის ყოფილა სასამართლო პრაქტიკაში შემთხვევები როდესაც ამასთან დაკავშირებით დავა როცა მიმდინარეობდა სასამართლო მიუთითა იმაზე რომ შენ გქონდა საშუალება რომ ეს ინფორმაცია მოგეპოვებია და ამიტომ შენ უნდა გწოდნოდა იმ მომენტში როდესაც ეს რეგისტრაცია განხორციელდა და ამ ვადიდან დაიწყებ ხანდაზმულობის ვადის დენის საფრთხეს და ყოფილა შემთხვევები როდესაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის მომენტი რომ დაუშვათ საჯარო რეესტრის ამონაწერი ხელმისაწვდომია და აქედან გამომდინარე უნდა გწოდნოდათ არ განუმარტავს და თქვა ძალიან მარტივად რომ ამ შემთხვევაში უფრო ნათლად დგინდება ის რომ პირმა როდესაც მიმართა საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა უარი უთხრა დარეგისტრირებაზე იმიტომ რომ სხვისი საკუთრება აქვს რეგისტრირებული ამიტომ ამ მომენტში გაიგო ამან და ამ მომენტიდან უნდა დავიწყოთ ხანდაზმულობის ვადის დენის საფრთხე ამიტომ აქ მოდი ესე ვთქვათ
უნდა ცოდნოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან განმარტების საგანი და კონკრეტული ფაქტების შეფასების საგანი. ამაზე ხა ვინმე რომ დაგიდოს შენ ზოგადი რეცეპტი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ შემთხვევაში ეს უნდა ცოდნოდა და ამ შემთხვევაში იცია, ესეთი რაღაცა ძალიან რთულია პრაქტიკულად რო თქვა რა. თუმცა ხა ეგრე თეორიები შეიძლება დაალაგო ის, რომ აი აუშვათ გადაზიდვის ხელშეკრულებაში იმ შემთხვევაში თუ ხილულია ნაკლი ნივთის დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს პრეტენზია და ივარაუდება რომ როდესაც ვიღებით ეს ჩაიბარებს ხილული ნაკლის შემთხვევაში მან უნდა აღმოაჩინოს ეს ნაკლი. მიდის კაცი მერე სასამართლოში სადღაც გაუშვათ 4 წლის თავზე და ამბობს რომ ეს 1 წლის მერე აღმოვაჩინე ეს ნაკლი ამას თქონდა არა მაშინ როდესაც ეს ჩამბარა. ამიტომ მოდი მე ვითხოვ ეხლა და ხანდაზმული არაა შემოთხოვნა და არ ვითხოვდი მაშინ. ანუ ეს ყველაფერი არის შეფასების საგანი, ხა შეგეძლო თუ არ შეგეძლო. უნდა ცოდნოდა თუ არ უნდა ცოდნოდა. ანუ სხვა ნებისმიერი გონიერი ადამიანი და საშუალო მონაცემების მქონე ადამიანი შეატყობდა თუ არ შეატყობდა ამას ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე ეს უნდა ცოდნოდა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან პირობითი და ფარდობითი ცნება. აი როდის გაიგო, ეს უკვე ძალიან კონკრეტულია. როცა პირმა გაიგო, იმის შესახებ რომ მისი უფლება არის დარღვევილი. აქ უკვე ძალიან მარტივია. Ada გაქვს დადგენილი ხელშეკრულების უნდა მოქცენ რაღაცა, გადაგიხადონ ფული სიტყვაზე არ გადაგიხადეს. Გაიგე, ხო? თუ შეიძლება დაახმა უნდა გაგებო მაშინ. ამასაც როგორც ვინმე. დაუშვათ შეუკვეთე სარემონტო სამუშაოების განხორციელება სახლში ხელშეკრულება გავაფორმეთ და განსაზღვრეთ ეს შესაბამისი პერიოდით, მივედი სახლში არ არის ეს ყველაფერი შესრულება. ნასვიდობის ხელშეკრულებით გადაგიხადე ფული, ვიყიდე შენგან ლეპტოპი წავიღე სახლში ჩავხდე, არ გაარიცხება, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან მარტივად რეგულირებადი და ამ შემთხვევაში უკვე ვიწყებთ ხანდაზმულობის ვადის დენის ახლას. ოღონდ ყურადღება რას მიაქციეთ ახლა? პირველ რიგში ის რომ არსებობს ზოგადი ხანდაზმულობის ვადა, როგორც ესეთი სამწლიარი, არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევებში კანონის მიერ თვითონ არ შეიძლება რომ ეს ვადა შემცირებული იყოს. ანუ არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც კანონი ადგენს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას ამავდროულად ურთიერთობისთვის. ხელშეკრულებაში დაუშვათ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისთვის ხანდაზმულობის ვადა არის 1 წელი. როდესაც პირმა გაიგო უნდა გაიგო იმის შესახებ, რომ ის უფლება არის დარღვეული. ნარდობის ხელშეკრულებაში ანუ გარკვეული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით ხანდაზმულობა 1 წლიანია და უძრავ ნივთებთან დაკავშირებით 5 წლიანი. გამოსყიდვის ხელშეკრულებაში 10 წელს არ უნდა აღემატებოდეს გამოსყიდვის შესახებ ხანდაზმულობის და რაზედაც ხარები შეთანხმდებიან. და ასე შემდეგ. ანუ არის მთელი რიგი შემთხვევები, სადაც კანონი სპეციალურად მეუბნება რამდენია ხანდაზმულობის ვადა. თუ ესეთი შემთხვევა გაქვს ანუ კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტულად ამ მოთხოვნაზე შენ ხანდაზმულობის ვადა გაქვს სიტყვაზე 1 წელი, 10 წელი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე სპეციალური ნორმა, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს ამ სამწლიან დებულებასთან შედარებით, როგორც ზოგად ნორმასთან. ანუ მოქმედებს ის უფლება. სადაც აღნიშნული არ არის იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადა ამდენი და ამდენია, იქ უკვე განიმარტება ჩვეულებრივ ამ პრინციპის მიხედვით. საუბარი გაქვს ხელშეკრულებაზე, უძრავ ნივთზე თუ საერთო ხანდაზმულობაზე. აი უძრავ ნივთზე თუ 5 წელი ხო გვაქვს კანონი? ხო 6 და ხელშეკრულებით რომ 3 ჩავწერო. ვერ შეამჩნევ. ანუ ვერ შეცვლია იმას, ხო? ანუ მაგას ვარ. არა, ხანდაზმულობის ვადის შეცვლა შენ არ შეგიძლია. ანუ იმპერატორი. ერთადერთი შეიძლება დავუშვათ შენ. ბატონო? ეგეც რაღაცა ხელშეკრულება, მოდი განვასხვაოთ რა. შესაძლებელია ხელშეკრულებაში იყოს ბათილდებულება. ხელშეკრულება შეიცავს ბათილდებულებას. ასეთ შემთხვევაში ერთი დებულების ბათილობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ანუ ბათილი იქნება ერთი კონკრეტული დებულება და დანარჩენი ხელშეკრულება დარჩება ძალაში. ნუ რა თქმა უნდა, თუ საუბარი არ აქვს ისეთ დებულებაზე, რომელიც ხელშეკრულების არსებითი პირობაა და არის განსაზღვრელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეციალური ვადა თუ არსებობს ხანდაზმულობის, ამ შემთხვევაში ზოგადი ხანდაზმულობის ვადა აღარ ფუნქციონირებს და აღარ მოქმედებს. საერთო ჯამში ხანდაზმულობის ვადებს აქვს ასევე გამონაკლისი შემთხვევებიც. გამონაკლის შემთხვევებში რას გულისხმობ? არსებობს ისეთი სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებზედაც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები.
ესეც შემთხვევა გაქვთ ორი. სულ მეტი არ არის. ერთი ეს გახლავთ მეანაბრეთა მოთხოვნები ბანკის მიმართ ანაბრებთან დაკავშირებით. ანუ ვერუსავარ ბანკის მეანაბრე იქ რაღაცა თუ მოხდა დაუშვათ ბანკზე გაკოტრების საქმე გაიხსნა ლიკვიდაციაში წავიდა და ასე შემდეგ. ან არც არაფერი მოხდა რა უბრალოდ არ იძლევა შემექმნა რაღაცა პრობლემა. ჩემი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ არის შესრულებული ამ შემთხვევაში ვარ. ეს განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ ამ ბანკების სპეციფიური რეგულირებით, რომელზედაც ახლა თავს არ შეგაწყვეტ, ყველა უნდა დაგაბიოთ ეს, რომ გელაპარაკოთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ მეანაბრეთა მოთხოვნებზე ბანკების მიმართ. და მეორე, ეს გახლავთ საზიარო უფლების გაუქმება. ანუ თანასაკუთრების უფლების გაუქმება. უარის თქვა, მე და თქვენ გვაქვს რაღაცა თანასაკუთრებაში. აღარ მინდა რომ ვქონდეს. ამ დროს ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. შენ ეხლა რატომ მოგინდა და მაშინ რატო არ მოგინდა? ან მე და თქვენ შორის რაღაცა უსიამოვნება მოხდა და ერთმანეთთან აღარ მინდა ურთიერთობა დაუშვათ დღეს მოხდა და 5 წლის მერე მივმართე სასამართლოს ვერავინ ვერ მეთქვის მაშინ რატო არ მომართე და ეხლა რატო მოდიხარ. იმიტომ რომ ამაზე ხანდაზმულობის ვადის დენა არ ვრცელდება. ყურადღება მიაქციეთ ერთ რაღაცას ამ შემთხვევაში. კონკრეტულად მითითება, როდესაც გაქვთ და როცა მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ საზიარო უფლების გაუქმებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად მხოლოდ გაუქმებაზე არ ვრცელდება. ყველა სხვა დანარჩენ ურთიერთობაზე, თანასაკუთრების ურთიერთობაში, უკვე ეს ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება ჩვეულებრივად აბსოლუტურად. ანუ მე მარტო შემიძლია გაუქმებაზე არ გავავრცელო ეს მოთხოვნა თორე. დაუშვათ ახლა, როდესაც ლაპარაკია იქ თანასაკუთრებიდან გამომდინარე მიღებული შემოსავლიდან წინის მოთხოვნებზე, როდესაც საუბარია გარკვეულად დაუშვათ იგივე ნაწარმოების მოგებაზე და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. გაუქმებაზე არ ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ. მეანაბრებს რაც შეეხება, იქ ვრცელდება სრულად და მთლიანად. არსებობს ასევე კიდევ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა ძალიან გაზრდილი და მაღალი. ეს გახლავთ ფასიანი ქაღალდების ზრუნვიდან წარმოშობილ ურთიერთობებში, სადაც ხანდაზმულობის ვადები შეადგენს 30 წელს. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევებში ხანდაზმულობის ვადები არის გაცილებით უფრო შემცირებული, მოდი ესე ვთქვა. უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში. მოდი ახლა რა არის ეს უძრავი და მოძრავი ნივთები, ვიცით ხო? აბა უძრავი არის, რომ საგანმანათლებლო მიმაღლებულია. ითხოვს და არ შეიძლება მისი დაუზიანებლად განადგურდეს. კი ბატონო, და არ შეიძლება მისი გადაადგილება მისი ფუნქციონალური დანიშნულების კოშკის გარეშე. ანუ ეს გახლავთ მიწის კონკრეტი და ეს გახლავთ მასზე არსებული და არაფერი შენობა ნაგებობები. ამის გარდა ყველაფერი სხვა დანარჩენი ეს არის მოძრავი ნივთები. ოღონდ ასევე არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. ანუ ფიქციის მეშვეობით ისი დაშვება ხდება. ანუ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ურთიერთობები შეიძლება გავრცელდეს ასევე დაუშვათ გემზე. ან თვითმფრინავზე. რომლებიც ალბათ იკითხება იპოთეკით, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ანუ იპოთეკით ზოგადად იკითხება უძრავი ნივთები და გირანობით იკითხება მოძრავი ნივთები. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში კონკრეტულ ობიექტთან, როდესაც არის ყველაფერი მიღული, დაუშვათ გემი ან თვითმფრინავი იპოთეკით უნდა იყოს ყველა იმის მიუხედავად, რომ მათი გადაადგილება ხდება, ფუნქციონალური დანიშნულება წარდგება და პირდაპირ მათი ფუნქცია სწორედ გადაადგილება და სხვა არაფერი. უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე 6 წლიან ხანდაზმულობის ვადაზე რო გვაქვს საუბარი. აქ ფერი შემთხვევებში რაღაცა გარკვეული პრობლემური საკითხებით გებახმოვთ პირველ შეკითხვის თვალსაზრისით. ანუ ეს პრობლემა რაში მდგომარეობს? რას გულისხმობს თავის თავში უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ურთიერთობა? ხო შეიძლება მე ხელშეკრულება მქონდეს დადებული თქვენთან უძრავი ნივთის დასყიდობის თაობას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადას ვიტყვი ხელშეკრულებიდან გამომდინარე და სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ურთიერთობიდან გამომდინარე, თუ თვითონ ხელშეკრულების საქმიდან გამომდინარე, როგორც უძრავი ნივთის. ცოტა პრობლემები დარგა პრაქტიკაში. პრობლემები რაში მდგომარეობენ? ერთ შემთხვევაში განმარტავდა მხარე და უთითებდა, რომ
მოდი ეს კი არის მე უძრავნიც კი ვყიდულობ, მაგრამ ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულების რეგულირების საგანი. ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას, როგორც ესეთი და აქედან გამომდინარე მიღწე ხანდაზმულობის სხვა და უნდა გავხსენდეს სტანდარტულად, როგორც ჩვეულებრივ სახელშეკრულება სამართლებრივ ურთიერთობებს. მეორე მხარე ამის საპირისპირო პოზიციაზე ოღონდ არა იკუთვნის, როგორიცაც შეიძლება პირველად მოვიდეთ თავში აზრი, რომ ნუ საფრია ნახები და ამიტომ. მაგრამ რას უთითებს უყურეთ? ეს კი არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა და რეგულირებულია ხელშეკრულებით და კი ბატონო შესაძლებელია რომ სამწლიანი ხანდაზმულობა გაავრცელოს ზოგადად, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას ითხოვ შენ სასამართლოსთან საჩენ. შენ ითხოვ იმას რომ გადმოგეცეს ეს უცრავი ლიფტი, ანუ შენი მოთხოვნა მდგომარეობს უცრავი ლიფტის გადმოცემაში, თუ ითხოვ იმას რომ მოდი დავუშვათ მოვშალოთ ხელშეკრულება აღარ ეწევა ხელშეკრულება ურთიერთობა და ამინაზღაურე ზიანი. ანუ მოთხოვნის საგანს აქვს მნიშვნელობა. თუ ვითხოვ უძრავი ლიფტის გადმოცემას, ასეთ შემთხვევაში გავახსნოთ 1 წლიანი ვრცელდებაო, მაგრამ მე რო ვითხოვ ხელშეკრულების მოსვლას, ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ კლასიკურად სამართლიან ურთიერთობა უნდა მოდარეგულირდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადებით, ანუ სამწლიანი ვადებით. ეხლა სასამართლოს პოზიცია რაში მდგომარეობს და დღის მდგომარეობით როგორ არის პრაქტიკა დადგენილი. იმ შემთხვევაში თუ თუნდაც სახელშეკრულებო ურთიერთობა ეხება უძრავ ლიფტებთან დაკავშირებულ ურთიერთობას. ამ დროს ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. ანუ სასამართლო ესეთ წიაღწევს არ აკეთებს ამაში. შენ ამას თუ ვითხოვ 6 წელია, იმას თუ ვითხოვ 3 წელია და ასე შემდეგ. უძრავი ლიფტიდან გამომდინარე მოთხოვნა თუ არსებობს, ამ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. ეს არის მარტივად რაც აღიდგა სასამართლო პრაქტიკა. ხა ამაზე შეიძლება ვიღაცა დაეთანხმოს, შეიძლება ვიღაცა არ დაეთანხმოს. ხა ამ შემთხვევაში მე არ ვეთანხმები უცბად რომ ვიქრათ. არც მე. ესე ნუ იცით, არ დაუფიქრეთ და არ არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში საუბარია ხანდაზმულობის ვადის გამოყენებადობაზე და სხვა არაფერს. და ეს ძალიან შეფასების საგანია. მიმართვა შეყოლობის შეგვიძლია. სულ მაგ მოთვით რამდენჯერმე სწორედ ეხლა შეიძლება მაგის მაშინ შეგვიძლია ადამიანს არ თქვენ ცოტა არასწორად გაიგეთ ფერმორი რაზე გვახშენა საუბარი. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, უყურეთ, ხანდაზმულობის ვადას რატო აქვს მნიშვნელობა ამის განმარტებას და ამის დადგენას. მე სულ როცამდე მართალი ვიყო და ყველანაირად ვასაბუთებდი ჩემს პოზიციას. ყველა მტკიცებულება ჩემს სასარგებლო და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვადა თუ გაშვებული მას სასამართლოს უბრალოდ უფლება არ აქვს შემოთხოვნა და აუპილოს მაგის. ამიტომ როცა სასამართლოს მიმართავ იქ იმაზე კი არ მიმართავ რომ ეს ესე განსაზღვრე შენ ამის ხანდაზმულობის ვადა. უბრალოდ ხანდაზმულობის ვადა გასულია თუ არ არის გასული ამასთან დაკავშირებით მეორე მხარე უნდა დააყენოს საკითხი. და თუ აყენებს საკითხს იმაზე რომ ეს კაცი როგორ ის აქ სასამართლოში და მედავება კი ბატონო ეს მტკიცებულება შეიძლება წარმოდგენილი აქვს, შეიძლება ამასაც ამბობს, შეიძლება რაღაცა მომენტში რაღაც დასტურდება კიდევაც, მაგრამ მოდი ვადაში მოგმართა, ეს ფორმალური მხარეა უკვე. შენ თუ ვადაში არ მოგმართა, ამ შემთხვევაში არა გაქვს ფიზიკურად უფლება, როგორც აი მტკიცებულებაც არ უნდა კონდეს, რომ დააღმაყოფილო. იყო ერთი ესეთი შემთხვევა, დავუშვათ, როდესაც რომელი პავარ მახსოვს ზუსტად ან 2001 ან 2002 წელს. როდესაც სასამართლო დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც იყო ხანდაზმული. ანუ ეხლა როგორ გააკეთა ეს ყველაფერი? სესკის ხელშეკრულება იყო და სესკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უბრალოდ წოდება 3 წელი შეუძლებლობა სტანდარტი. გასესხე მეშე ფული უნდა დაგებრუნებია 1 თვეში, არ დამიბრუნე, ანუ 1 თვის თავზე უკვე დავიწყო ხანდაზმულობის ვარსკვლავსა, არ მიმართე სასამართლოს 3 წლის განმავლობაში და მივწავედი მეოთხე წელს დავუშვი. კი, დასტურდება რომ ხელშეკრულება ქონდა, დასტურდება რომ განმოვიდი, დასტურდება რომ შენ ვალდებული იყავ ჩემს ფული დაგებრუნებინა, მაგრამ მე ვადაში არ დავაყენე შესაბამისი მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე უკვე დადგა პრობლემა, ხო? ადრე სასამართლო და მაინც დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, იმის მიუხედავად რომ არავითარი უფლება არ ჰქონდა. და ამას დასაბუთება მისცა ძალიან უცნაური. ანუ დასაბუთება ესეთი გავაკეთა, რომ მე არ ვეთანხმები კანონის ამ ნორმას. კაი. მე ვქონდა განმარტების უფლებაო და განმარტავო რომ არ ვეთანხმებიო ბატონო და დავანებო. ამის შეფაი აქტუალურად ვერა დაუდება მოსავარცხეს ცოტა იმიტომ რომ კაცი სანქციები გამოიყენეს მის მიმართვა. ანუ ზოგადად რატოხაც გეუბნებით აქ ივაზე კი არა ლაპარაკი ხა შენ რაღაცას ეთანხმები არ ეთანხმები მართავ თუ არ მიმართავ. ერთ რაღაცას რეაქციად ყურადღება რა. შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ რაღაცა პრაქტიკას, შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რაღაცა დებულებას, რომელიც გულში დაქვს. მაგრამ შენ თუ პრაქტიკოსი იურისტი ხარ და შენ თუ გჭირდება პრაქტიკული შედეგი, შენ მოდი ამას უნდა მიესადაგო და შეუსაბამო შენი ინტერესი. ანუ გასვლა ეთება იმისთვის რომ ანუ ათვლის ამბავი და იგივე ღია თქვათ იმ უცნაური შეფასება რომ დაიწყოთ უბრალოდ უფრო ხანგრძლივი ვადა გაქვს რა მითებთან მიმართებაში და არა როცა დაიდო არა. კი, ანუ მეოთხე წელს თუ მივედი და თუ განმარტეს რომ ეს არის სახელშეკრულებო მოთხოვნა, უკვე ჩათვალე რომ თუნდაც ამახსნა. იმიტომ რომ ხანდაზმულია ჩემი მოთხოვნა, მაგრამ თუ ეს არის უძრავი მითიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომელსაც ერთგვარია ხანდაზმულობა და კიდევ ორი წელი ჰქონდა რომ მიმართა სასამართლო. ოღონდ ეხლა რას თქვი არ არის ხელშეკრულება როცა დაიდო არა. ხელშეკრულების დადების მომენტს არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმ მომენტს, როდესაც შენი უფლება დაიდო. ან როცა ხელშეკრულებას უკვე ვადაგაუვიდა და არ შეასრულეს ვალდებულება. ან მეორე, დავუშვათ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებია. ანუ აი ერთი წლის განმავლობაში უნდა 4 ჯერ მოგაწოდო რაღაცა საკონელი ნაწილაკი. არ მოგაწოდე პირველი მოწოდება. ამ შემთხვევაში უკვე შენ იმას კი არ ელოდები ის როდის გავა. უკვე ეს ვალდებულების დარღვევა წარმოშობს შენი მხრიდან მოთხოვნის უფლებას შევსვიდან, ხო? აქედან გამომდინარე შენ ხანდაზმულობის ვადის და გეტყვი იმ მომენტიდან, როდესაც მე დაგირღვიე. და არა იმ მომენტიდან, როდესაც მე და შენ ხელშეკრულება დავდეთ და არც ის არა აუცილებელი რომ მაინც და მაინც დაველოდო ხელშეკრულების ვადის გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ჰქონდა მე რაღაცა ვალდებულება შესასრულებელი, ვადამოსული იყო ეს შესრულება და არ შევასრულე. ან ისე არ შევასრულე, როგორც უნდა შემესრულებინა, არც ეს არ არის უნიშნელი. ანუ სიტყვაზე უნდა აგერ, არ მომეცა შენთვის ერთის ნოუთბუქი და მოგეცით აუცილებლად დელი ან ეიჯი. ამ შემთხვევაში ეს უკვე არაჯეროვანი შესრულებაა. თუ შენ თუ დაეთანხმე, ისაღებია, იქ პრობლემა არ აქვს, მაგრამ შენ თუ გინდა რომ ამასთან დაკავშირებით პრეტენზია დააყენო, ეს უკვე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ფაქტიურად შეუსრულებლობასაც შეიძლება რომ გაუთანაბრო მთელ რიგ შემთხვევებში. ამიტომ ვადის დენის ათვლას მე ვიწყებ მაგ მომენტიდან, როდესაც ვალდებულება დავარღვიე კიდევ ერთხელ ხას უსვამ და არა იმ მომენტიდან, როცა მე და შენ ხელშეკრულება დავდეთ. იმიტომ რომ შესაძლებელია მთელ რიგ შემთხვევებში დავუშვათ ხელშეკრულება იყოს იმაზე უფრო ხანგრძლივი ვადის დადებული, ვიდრე მოთხოვნის ხანდაზმულობაა, ხო? ანუ აი ვიხირავე შენ ფაქტი 5 წლით. ან 7 წლით უძრავს ეგაავსებს ამას. ახლა შენ თუ იმას დაელოდე, ხელშეკრულება როდის დაიდო, მაგედან თუ დაიწყე ვადის ათქვა, ესე იგი მე-7 წელს ამდენი წამს დაგიგვიროს უკვე ხანდაზმული გამოდის. ამიტომ აქ არის დარღვევაზე რეაგირება, აქ არ არის საუბარი იმაზე, როდის დაიდო ხელშეკრულება. რომ დაარღვიეს შენ როდის მიეცი რეაგირება ამასთან დაკავშირებით და რა ტიპის რეაგირება მიეცი. ანუ ხშირად არის ხოლმე ეს საკითხები, რომ აი მე წერილი გავაგზავნე და მოდი არის ეს წერილი ხო ითვლება, რომ ამ ხანდაზმულობის ვადაში ჩავჯექი. არა, არ ითვლება. ანუ შენ რომ მე დამირღვიე და მე შენ მოწერე რომ ნუ დამირღვიე შენ ვალდებულება. ეს ხანდაზმულობის ვადის ვადაზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ საუბარი გაქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე. ანუ სასამართლოსთვის მიმართვის ვადაზე. და არა იმაზე მხარეს როდის მიმართე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მე მოგწერე წერილი ვალდებულება რატო დამირღვიეო და თქვენ ამ შემთხვევაში პასუხი გამომიგზავნეთ რომ მე ვაღიარებ იმას რომ ეს ვალდებულება დარღვეული მაგრამ ვისწავლო ვალდებულებას შევასრულო ეს დაუშვათ აგერ 1 თვის განმავლობაში და შენ ამას დაეთანხმე ამ დროს უკვე იბან თუ არ შეგისრულა 1 თვის განმავლობაში იმ 1 თვის მერე დაიწყება იმ ხანდაზმულობის ვადის დედისათვლა იმიტომ რომ ჩაითვლება რომ ხელახლა შევთავაზეთ ჩვენ რაღაცა გარკვეულ პერიოდში ვთქვი აქედან გამომდინარე ეს პრობლემა უფრო მოხდიდა. აი მაგ გადავადებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებია ნუ ბინის ჩაბარება, ანუ უძრავი
ნუ რომელიღაცა დღეს არის მარტის ბოლო თვე, ბოლო რიცხვი, ხო? და რაღაცა სიტყვიერად ერთი თვით გადავწიეთ ეს ვადა. ხო შეგვიძლია? შეგვიძლია. ხო, მაგას კონი. ანუ მერე? არა, ის ერთი თვით გადის ახლა და მაგას ნუ. ჩემს საქმეს. ხო, სიტყვიერად ვადა თუ გადაწიე და ვერ დაადასტურე რომ ეს ვადა გადაწეული იყო. არა, ადასტურებ კაც. რატო დედასთან ფულის დაიგიწეს დედასთან? არა, ოფიციალური მოწერილი მეილი არ ითვლება, ითვლება. ეგ სიტყვიერია? სიტყვიერში ვეუბნებო ზეგერ შეთანხმებას, როდესაც წერილობით დოკუმენტი არ არსებობს. წარმომადგენლისგან ოფიციალური წერილი მეილზე. ეგრეთ შესაძლებელია რომ პრობლემური იყოს. სასამართლოსიდან განმარტებით. არა, თუ ანუ ეს გადადებად გასაჯაროებელია და ბიზნეს პრობლემაც ხებმაც იცოდნენ რომ ერთი თვე იყო ეს, მაგრამ არ იქნება დიდი პრობლემა ალბათ. არა, თუ მე ხახებოდი მარტივად ეს. არა, ანუ ზოგადად თუ კლასიკურად როგორ უნდა მოხდეს ეგ გაინტერესებს, წესი ესეა. როდესაც შესრულების ვადა დადგა და ვადაში ვერ ასრულებს ერთ-ერთი მხარე თავის მიერ ნაკლის ვალდებულებას. და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ვადა უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ეს შეთანხმება საჭიროებს ისეთივე ფორმას, როგორი ფორმითაც ჰქონდა ის პირველად დოკუმენტი დაწერილი. ანუ თუ უძრავი ლიფტის ნასყიდობა გვაქვს, ანუ ბინის ნასყიდობა თუ გაქვს, წერილობით რომ დადედა და არეგისტრირდა ეს საჯარო რეესტრში, როგორც წინასწარი უფლება იქნება და ასე შემდეგ. ამ დროს აუცილებელია რომ შენ თუ ვადას აგრძელებ ამისას, ასევე წერილობით ფორმით დადო ეს დოკუმენტი, მოაწერო ხელი და ამ შემთხვევაში გასაგებია რომ კი, მე და შენ შევთანხმდით იმაზე რომ მე გადაგივადე შენ ვალდებულების შესრულების ვადა. ამაში ჩარევის უფლება აბსოლუტურად არავის არ აქვს. მე შეგვიძლია ეს გავაკეთო ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადა. აქ თავარი ის მომენტია რომ უნდა დასტურდებოდეს რომ ის ბოლო ვადა გადმოწეულია აქეთკე. თუ არ დასტურდება, მაშინ უკვე ბოლო ვადიდან იწყება ვადის დენის. თან ისეთი რაღაც აქვს შადებული შეშეკრულებაში რომ ეხლა ეს 30 დღეს თუ რო გავა 3 დღეში თუ არ მივმართე მე ან გამოვარო ყველა რაც შეასრულეს ყველაფერი კარგად შეასრულეს რა. ეგ უკვე სხვა რაღაცაა შენ თუ მაგას მეკითხები. არა, იმას წინაზე გიკითხებოდით ეხლა და ცოტა სხვა ადგილას დავს. და ეხლა 3 დღეში თუ არ არა, ეგ უკვე სხვა რაღაცაა რასაც შედავ. ანუ ეს მაგან განსაზღვრა ერთადერთი რაღაცა. მაგან განსაზღვრა შესრულების ნაკლისთვის პრეტენზიის წაყენების ვადა. ანუ მე რო ეს გაგიკეთე, შენ მოდი ბატონო, მომადაში ხო იცი რომ გაკეთებული მეკითხება. ხო უნდა მქონდეს გაკეთებული ვალდებულება. დაათვალიერე და მითხარი თუ რამე არ მოგწონს და თუ გაქვს რამე პრეტენზია. იმ შემთხვევაში თუ შენ ამადაში არ მოყვა, არ დაათვალიერებ და დათვალიერებიდან 3 დღეში არ მეთქვი რომ პრეტენზია გაქვს, მაშინ არსებობს იმისი პრეზუმფცია, ანუ ვარაუდი რომ მე ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც შენ გინდოდა. და ამიტომ მე არ დამიწყო მოთხოვნა იმაზე რომ ეს ესე არ იყო, ეს ისე იყო და ასე შემდეგ. თუმცა ეს რო იცოდეთ ეს არ არის უდაო ფაქტი. მოდი ესე როგორც არ უნდა განსაზღვროს ვადა. ეს არის უბრალოდ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა, რომლითაც შენ პრეტენზია უნდა წამიღებო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ ამ შემთხვევაში შენ თუ არ მიხვედი იმას მართლა კარგადაა ყველაფერი გაკეთებული. უბრალოდ მტკიცების ტვირთი არის აბსოლუტურად გასწორებული და უფრო შენზე გადმოდის და არა მაგას. თუმცა ესეთი რაღაცის დარღვევა როგორც წესი ძალიან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მეორე მხარეს. თუ ეს მოქმედება არ შეერთება შესრულებით. და მესამე, საერთო ხანდაზმულობის ვადები. ეხლა რა არის ეს საერთო ხანდაზმულობის ვადები ჯარში? პირველი საერთო ხანდაზმულობის ვადები, როგორც წესი, ვრცელდება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც არც უძრავითებს ეხება არც სახელშეკრულებას და ცალკე არის რეგულირებული. ანუ დავუშვათ კონდიციური ვალდებულება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. ვრცელდება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, იმიტომ რომ არც ხელშეკრულება გაქვს ამ შემთხვევაში, არც უძრავითზე არ აქვს საუბარი მაინც და მაინც საუბარია თვითონ ფაქტზე უსაფუძვლო გამდიდრებას. კანონი სპეციალურად არ გიწესრიგებთ ამის ხანდაზმულობის მოქმედების ვადას, ამიტომ ამაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობა. ანუ 10 წლიანი. ოღონდ აქ ბოდიში იქ გამორჩა თავში, როდესაც გელაპარაკებოდი გამონაკლისის შემთხვევებზე, ანუ რაზედაც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები
ხანდაზმულობის ვადები ასევე არ ვრცელდება უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრისმიერ ნივთის გამოთხოვაზე, ანუ მესაკუთრის უფლების რეალიზაციაზე. ანუ მე ვარ სადღაც იცის დაკვეთი და არ შემოღობილი მქონდა, რაც განაშენიანებული უბრალოდ ჩემი. შეხვედით თქვენი, შემოღობეთ, დაიწყებ შენებლობა დასაცვით. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. დავადგენ იმას, რომ მესაკუთრება უკანონოდ ვთქვი და შესაბამისად შემიძლია გამოვითხოვ. ხოლო ეხლა 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის რეგულირების აზრი რაში მდგომარეობს? აქაც ძალიან პრობლემური საკითხია თვითონ განმარტება. ხო, მაგრამ იქ უკვე საკუთრების უფლების რეალიზაციაზე ვაქვს საუბარი, რომელსაც უძრავად არ განიხილავ. ანუ შენ ითხოვ, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ის რეალიზაცია, ანუ ჩემი უფლების რეალიზაცია. ბატონო? ჩემი მიწაზე ხო აშენებს, ხო. საერთოზე? საერთო მიწაზე ხო აშენებს ნებართვა. ვის საერთოზე? შენი და იმის საერთოზე თუ ვის საერთოზე? ჩვენ საერთო. ჩვენ საერთოზე ნებართვის გარეშე თუ აშენებს რა? კი, ოღონდ იქ კონტექსტი გაჩენ განსხვავებული, იქ მარტო შენი არა. თან ეგრე ააშენოს ცოტა გაუჭირდება, იმიტომ რომ თუ ააშენა კანონიერად, ასეთ შემთხვევაში ამას სჭირდება შენი თანხმობა. ანუ შენ თუ თანხმობა არ მიეცი, მაშინ ვერ აიღებს ვერანაირ ნებართვას ჩვენებობს. თუ შენ თანხმობა არ მიეცი და არც არავითარი ნებართვა არ აიღო და ისე ააშენა, ეს უკვე უნებართვო შენვარები იყო, რომელიც ისედაც აღებას ექვემდებარება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მან დაცული ხარ. ეხლა აი ამ საერთო ხანდაზმულობის ვადებს რა პრობლემა აქვს ბავშვებთან? აქ ისი პრობლემა კი არ დგას უკვე საიდან უნდა ათვალო, რა უნდა დათვალო და ასე შემდეგ. არავედ აქ საერთოდ პრინციპულად ამ 10 წლიანი ვადის გაგების პრობლემა დგას სასამართლოსგან დღის წესრიგში და რატო? ზოგადად ცოტა პატარა პრეისტორიასაც რო ვიტყვით. ზოგადად ანუ აზრი რა სასამართლო ყოველთვის, როდესაც ხანდაზმულობის ვადებზეა საუბარი, განმარტებას იძლევა მარტივი კლასიკური სქემით. რომ ხანდაზმულობის ვადის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს და აქედან გამომდინარე კანონიც უდავს ამას შესაბამისი ვალდებულება. თუ ლექციაზე ვარ და დაგირე გავწოდე. ანუ უნდა ზღუდავდეს ამას კანონი და არ შეიძლება ეს გრძელდებოდეს ესე გაუთავებლად, უსასრულოდ, უთავმობლოდ და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც ლაპარაკია უკვე აი ამ 10 წლიან ხანდაზმულობაზე, სასამართლოს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვს ამას, უზენაეს სასამართლოს. რატო ვლაპარაკობ ეხლა მე უზენაეს სასამართლოს შეხედულებაზე? უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტებები და რეკომენდაციები და სასამართლო პრაქტიკა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს არის სახელმძღვანელო პრაქტიკა ყველა სხვა ინსტანციის სასამართლოებისთვის, ანუ ხელმძღვანელი ინსტანციის სასამართლოსთვის. იმის მიუხედავად ის ეთანხმება ამას თუ არ ეთანხმება. ანუ სავალდებულო კი არ არის ეს იურიდიულად, მაგრამ როცა მე ვიცი რომ უზენაესმა სასამართლომ დაუშვათ ესეთი განმარტება მისცა ნორმას, მე საპირისპიროდ ამას თუ განმარტავ, ისიც ვიცი რომ უზენაესამდე ეს რომება გამიუქმებენ და დააბრუნებენ უკან, ანუ აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე უზენაესმა რაც დაადგინა განმარტების თვალსაზრისით, ეს არის სახელმძღვანელო, მოდი ეს. ეხლა უყურეთ უზენაეს როგორი პრაქტიკა აქვს ამ 10 წლიან ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლო 10 წლიან ხანდაზმულობის ვადას განმარტავს, როგორც ეს არისო საერთო ხანდაზმულობის ვადა და უფლების დარღვევიდან, ანუ უფლების დარღვევის მომენტიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ყველა ვარიანტში ითვლება, რომ ხანდაზმულობის ვადა არის გასული. იმის მიუხედავად თქვენ იცოდით თუ არ იცოდით იმის თაობაზე, რომ თქვენი უფლება დაირღვა. ანუ ზოგადი პრინციპი ხო ის გვაქვს, როცა მე გავიდი, ანუ უნდა გავიღო მაგ მომენტიდან რომ ვიწყებ ვადისათვლას. 10 წლიან ხანდაზმულობაზე სასამართლო გეუბნებათ, რომ ეს სულ არ მაინტერესებს შენ, როდის გაიგე, ანუ უნდა გავიღო და გაიგე თუ არ გაიგე საერთოდ, არამედ როდესაც დაირღვა შენი უფლება, მაგ მომენტის შემდეგ თუ გავიდა 10 წელი, უკვე დაიმსჯელო ყველაფერს, ჩათვალე რომ ხანდაზმულობის ვადა არის გასული. მეორე განმარტება, რომელსაც იძლევა ისე უზენაესი სასამართლო, ეს გახლავთ ის, რომ
კლასიკური გაგებით უნდა მოხდეს ამისი აღქმა. ანუ ის კი არა რომ როცა დაიღვა აქედან დაიწყე ჩვეულებრივად, როდესაც პირმა გაიგვა, უნდა გაიგო იმის შესახებ რომ მისი უფლება არის დარღვეული, სწორედ აი ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს შენ 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენის დადგმა. ეხლა უყურეთ პრინციპული სხვაობა რაში მდგომარეობს. პირველ შემთხვევაზე, როდესაც გვაქვს ლაპარაკი, რომ დარღვევის მომენტიდან ვიწყებ ვადის დენის ათვლას. აქ ავტომატურად უკვე საუბარი მაქვს რაზე? რომ უფლების დარღვევიდან 10 წლის შემდეგ მოთხოვნის უფლება საერთოდ აღარ არსებობს და გამქრალია. ვერაფერს ვეღარ გააკეთებ. მეორე შემთხვევაში, როდესაც განმარტებას იძლევა სასამართლო, შეიძლება 70 წლის მერე დადგეს ეს საკითხი, პირობითად ვთქვათ, ხო? ანუ როცა მე გავიგე, ან უნდა გამეგო. მაგის შემდეგ შემიძლია მიმართო სასამართლოს. ანუ როცა გავიგე, მაგის მერე იწყება 10 წლიანი ვადის დენის ათვლა და ანუ უკვე შეზღუდული დროით კი არ არის ეს მოთხოვნის უფლება. შეზღუდულია იმ მომენტიდან, როდესაც მე ვიგებ. ანუ ვერ ვიტყვი იმას, რომ 10 წლის თავზე ყველაფერი გაშვებული და გასული. ეხლა მარტივი და ლოგიკური შეკითხვა, რომელიც ყველაფერ ამას მოყვება. რომელია სწორი? როგორ აქვს ორგანიზაციის მოსამართლე და ინსტანციაში ბატონო? ხო არის პრაქტიკა მოსამართლე როგორ მარტო მოსამართლის პრობლემა არ არის. ადვოკატი როგორ მიხვდება, იურისტი როგორ მიხვდება, ხარემ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში. თულია ძალიან არა, მარტო ხასიათზე არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ უკვე აღარ არის. 2 წლის განმავლობაში ხასიათზე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ ორივე ეს განმარტება არსებობდა და შესაბამისად ეხა ერთი მიდიოდა და იძახდა რომ აგერ ბატონო შენ ესე გამიმარტე ეს რომ 10 წელი გასული როცა ყველაფერი გასულიაო და მეორე მიდიოდა და რომ აგერ ისევ შენ გამიმარტე ესეო რომ 10 წელი რო გასულია მაშინ კი არაო, როცა მე გავიგეო მაგის მერე უნდა მოხდეს. ანუ საბოლოო ჯამში დღეის მდგომარეობის პრაქტიკა აქაც ისეა დადგენილი, რომ როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმის შესახებ რომ ის უფლება არის დარღვეული, მაგის მერე უნდა დაიწყოს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა. ანუ კლასიკური გაგებით ჩასვა სასამართლოს 10 წლიანი ხანდაზმულობას ამ შემთხვევაში. მაგრამ აქ უკვე ძალიან რადიკალურად პრინციპული სხვაობა გამოიწვია ამათ თვითონ განმარტების თვალსაზრისით ამ დებულების. იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში, როდესაც გქონდა ჩვენ საუბარი, ხო? ანუ დარღვევიდან 10 წლის დასვლის შემდეგ ყველაფერი რომ ამოწურულია, აქ უკვე პრინციპულ სხვაობაზე იყო ლაპარაკი ამ 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაგების. ანუ ეს 10 წლიანი ხანდაზმულობა ამ შემთხვევაში მარტო კონკრეტულ ურთიერთობაზე კი არ ვრცელდებოდა, ანუ დაუშვათ უსაფუძვლო გამდიდრებაზე ან რაღაცას ულას. ამ შემთხვევაში 10 წლიანი ხანდაზმულობა როგორც საერთო ხანდაზმულობა ვრცელდებოდა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე. იმიტომ რომ ეუბნებოდა შეგავლო, მე ის კი არ მაინტერესებს, ახლა შენ სახელშეკრულებაა, თქონა, უძრავი გაქურაზე და ნებისმიერ შემთხვევაში 10 წელი რო გასულია, თავი დავანებე და კარგად. მაგრამ ამას ხარვეზიდან აკლი ის ქონდა, რომ ამ შემთხვევაში უკვე 3 წელი და 6 წელი აზრს კარგავდა. ხდები? ო, ესე რომ მაშინ ფუნქციონალურად ხონდა ეს აქ პრინციპი სხვა რამეში იყო. პრინციპი იმაში იყო, რომ ეხლა სიტყვაზე ხო შეიძლება მე 9 წელს გავიგე და მე 11 წელს მიმართე. ანუ როცა გავიგე მაგ მომენტიდან რომ დავიწყე შენ 3 წლიანი ვადის ათვლა, მე 11 წელს მოვმართე და ამ პრინციპით გამithული არა ვარ ხანდაზმული, ხო მოთხოვნაში. მაგრამ 10 წელი რო გასულია, უკვე სასამართლო მეუბნება რომ კარგად იყავ, მაშინ მართალია გაგების მომენტიდან მე დრო მაქვს, მაგრამ ამ დროში შეზღუდულია, ხო? ну ყოველ შემთხვევაში ჩვენმა სასამართლომ მიმართულება დაირჩია ის რომ 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა როგორც საერთო ხანდაზმულობის ვადა არ უნდა განმარტო ყველაფერზე, არამედ უნდა გამოიყენო იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა გაიგო უნდა გაიგო უფლების დარღვევის შესახებ. ამას მეორე თავისი პრობლემა ამასაც არ ხამდებულა. მაშინ ასეც კარგავს დებულება, რატო ამაში ეს საერთო ხანდაზმულობის ვადა. რომელ საერთო ხანდაზმულობაზე საუბრობ. ესე იგი მაშინ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ვრცელდება კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ნუ ეს ახლა უკვე ცოტა მეცნიერული და ისეთი თეორიული საუბარია. რაც ახლა უნდა ვიცოდეთ ამ ეტაპზე, მაგას მე თქვენ კიდე მოგიწევთ მაგასთან შეხება და დავუბრუნდებით ცოტა მაღალ კურსებზე ჯობია. მოგეთ, მარტივად კლასიკური გაგებით გამოიყენება ახლა ის 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადებს. ან როცა გავიგე, ან უნდა გამიგო შემოქმედების დარღვევის შესახებ, მაგ მომენტიდან იწყება ამ ვადის დენა. აი, შეგიძლიათ ახლა დაისვენოთ და გავაგზავნოთ ახლა თქვა
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადებთან უნდა გაითვალისწინოს. ეს ახალთ ის, რომ ხანდაზმულობის ვადები არ უნდა დაიგოს მხოლოდ ნეგატიური გაგებით. ანუ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს მარტო იმას, რომ თუ ეს ვადა გავუშვი, ასეთ შემთხვევაში თუ რაღაცა ხდება და ვეღარ იტყვა. არსებობს შემთხვევები, როდესაც პირიქით ხანდაზმულობით წარმოგეშობათ უფლება. ხოლმე კარგია. როგორ? ანუ დადებითი არის თუ შენ თხოვე არა, მაგას არ გულისხმობ. ანუ უბრალოდ გულისხმობ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაზეც რომ ქონდა უკვე საუბარი, მოთხოვნა ვეღარ კმაყოფილდება სასამართლოს მიერ, ხო? ანუ ნეგატიური შედეგი მოსდევს ხანდაზმულობის ვადის გასვლას. მაგრამ ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობას ნეგატიური შედეგი არ მოსდევს, ანუ უფლებას კი არ კარგავ, არამედ უფლებას იწევ. ოღონდ ეს უკვე აღარ არის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. აი მაგალითისთვის სამართო სამართალში არსებობს საკუთრების უფლების შეძენა ხანდაზმულობის. აი თუ ნივთს მოძრავი თუ თქო უწყვეტად 5 წლის კლანძილზე და არ გამოჩნდა არავინ. ეს პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ეს ნივთი მისია. 5 წლის გასვლის შემდეგ ამ ნივთზე უკვე წარმოგეშობა საკუთრების უფლება. ანუ ხდება შეება იურიდიულად. იმ შემთხვევაში თუ უძრავ ნივთს უწყვეტად 15 წლის მანძილზე ისე რომ არავინ არ აცხადებს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია და არავის უფლება რეგისტრირებული არ არის, ასეთ შემთხვევაში ავადის გასვლის შემდეგ წარმოგეშობა საკუთრების უფლება. არავის შეება სახელმწიფო არა, მესაკუთრე არ უნდა დგინდებოდეს, მოდი ესე ვთქვათ. ხა, ინდა სახელმწიფო იყოს, ინდა ფიზიკური პირი, ან იურიდიული პირი, ეს მესაკუთრეა იქნება. ანუ ეს არამართლზომიერი ფლობა. ეს არის ფლობა, როდესაც სხვისია და შენ ფლობა ამას ისე რომ იცშოს. ან თუნდაც არ იცოდე, მაგრამ გაქვს შესაძლებლობა იმისი გარკვევის, ხო, ასე რომ ჩანაწერი შესაბამისი. უბრალოდ საუბარია შემთხვევაზე, როდესაც არ აკავს მესაკუთრე, არ დგინდება, არ ვლინდება არაფრით, შენ ამას უწყვეტად ფლობ და შესაბამისად უკვე წარმოგეშვა საკუთრების უფლება. ანუ ხანდაზმულობის ვადებს აქვს დადებითი ეფექტიც ამისი თქვა. ოღონდ ერთმანეთისგან გამიჩნდეთ რა, წინა საათზე რაზედაც უნდა საუბარი. ეს გახლავთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდი და გახლავთ სხვაგებებით ხანდაზმულობის ვადა, რომელსაც ეხლა გვაქვს ლაპარაკი, რომელსაც მოსდევს უფლების წარმოშობა. ანუ რაღაცა უფლების შეძენა. როგორ? ამ შემთხვევაში წარმოგეშვა შეიძლება მოითხოვო ის, რომ შენ საკუთრებად ეს გადაწყვეტილება იყოს დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში თუ უარსებთ რეგისტრაციას, შეიძლება მართლა სასამართლოს და ამ საფუძვლით დააყენო ეს საკითხი. ხანდაზმულობის ვადების გარდა ასევე არსებობს ჩვეულებრივ სამოქალაქო ვადები. ანუ ვადები, რომლებიც გამოსათვლელია კონკრეტული ურთიერთობებისთვის. ეს ვადები აქ რაც გაქვთ მოცემული მატერიალურ სამართალში, ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ სამართალს. ანუ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადები ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულ ურთიერთობებს. ამას რატო უსვამ ხაზს? ცალკე გაქვთ კიდევ საპროცესო ვადები, რომლებიც განსხვავებულია მატერიალური ვადებისგან და შესაბამისად იქ უკვე აბსოლუტურად სხვანაირი პრინციპით ხდება ამისი დედა. ხანდაზმულობის ვადებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი არ აგვაქვს მაინც და მაინც ან სასარჩელო ხანდაზმულობაზე ან მაინც და მაინც რაღაცა გარკვეული უფლების შეძენაზე, არამედ ძირითადად საუბარი გვაქვს ვადების გამოთვლის პრინციპებზე და ვადების გამოთვლის წესზე. ანუ როგორ ხდება ეს? სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის აღდგენა არის დაუშვებელი. ეს დავასრულე. სტანდარტულ ვადებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ყველაფერი დასაშვებია. ყველაფერი დასაშვებია რაც გულისხმობ. ეხლა ვადები როგორ უნდა გამოთვალოთ და რა ტიპის ვადებზე შეიძლება გქონდეთ საუბარი. გაქვთ ვადები, რომლებიც განსაზღვრულია დღეებით, არის ვადები, რომლებიც განსაზღვრულია თვეებით და წლებით. ეხლა ესენი როგორ იყოფა? დღეებით განსაზღვრულ ვადებზე გაქვთ თუ ძირითადი მოცემულობა რომელიც არის. პირველი დეკადა. დეკადა ეს არის 10 დღიანი პერიოდი. გაქვთ კვარტალი, ეს არის 3 თვიანი პერიოდი და გაქვთ წელი.
რომელიც მოიცავს კალენდარულ წელს. პრინციპი რაში მდგომარეობს? ვადის დენის დაწყება და ვადის დენის დასრულება როგორ ხდება. ყველა შემთხვევაში ვადის დენის ათვლა იწყება იმ მოვლენის მეორე დღიდან, ანუ მომდევნო დღიდან, როდესაც რაღაცა უფლების წარმოშობას, ან ვალდებულების წარმოშობას ჰქონდა აღიარება. ანუ მე და თქვენ რომ შევთანხმდით იმაზე, რომ მე ერთი თვის ვადაში თქვენ გადაგიხდით რაღაცა თანხას, ასეთ შემთხვევაში ჩემთვის ვადის დენის ათვლა დაიწყება შეთანხმების მომდევნო დღიდან. როდესაც მე სასამართლოდან ჩამბარდა რაღაცა გარკვეული შეთხოვინება, რაზედაც პასუხი უნდა წარმადგინო სასამართლოში, ვადის დენის ათვლა იწყება ჩემთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან. ხას უსვამ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ეს შენ მომდევნო დღე იქნება სამუშაო თუ არასამუშაო დღე. ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო დღიდან ვადის ათვლა იწყება. როდესაც ამ ვადებზე გვაქვს საუბარი, თუ კანონით დადგენილ ვადაზეა ლაპარაკი, კანონით დადგენილი ვადა მოიცავს კალენდარულ დღეებს. კალენდარული დღეების მოწვაში რა იგულისხმება? მოიცავს სამუშაო დღეებსაც და არასამუშაო დღეებსაც. ანუ თქვენ რომ გაგისაზღვრათ ვიღაცა 10 დღიანი ვადა, დამატებით დაუშვათ ვალდებულების შესრულებისთვის, ეს 10 დღე არის კალენდარულად 10 დღე და არა 2 კვირა. იმიტომ რომ თუ სამუშაო ვადებით დათვლით, ამ შემთხვევაში 10 კალენდარული დღე 2 კვირა გამოდის. შესაბამისად, ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ კალენდარულ დღეებზე. მხარეებს ხელშეკრულებაში შეუძლიათ იმასთან დაკავშირებით შეთანხმება, რომ რაღაცა მოქმედების შესრულებას ადგილი ექნება ამდენი და ამდენი სამუშაო დღის განმავლობაში. ყოველ რა თქმა უნდა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონის რეგულირებას. ამავდროულად, დავუშვათ ადმინისტრაციული წესით, როდესაც მიმდინარეობს რაღაცა გარკვეული მოქმედების გახდება რაღაცა ვადა. სიტყვაზე საჯარო რეესტრს აქვს რეგისტრაციის ვადა, ხო? უძრავ მიწა შეიტანე განაცხადი, რომ დაგირეგისტრიროს საკუთრების უფლება, იმას აქვს რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა. ეს ვადები გამოიხმება სამუშაო დღეებით მხოლოდ და მხოლოდ. სამოქალაქო სამართალში პირიქით. მთლიანად საუბარი არის ჩვეულებრივ კალენდარულ დღეებზე. ოღონდ მართალია ვადის ათვლის დასაწყებად არ აქვს მნიშვნელობა დღეს სამუშაოა თუ არასამუშაო, მაგრამ ვადის ამოწურვისთვის ამას უკვე მნიშვნელობა აქვს. ანუ თუ თქვენ 10 დღის ვადაში პირობითად უნდა შეასრულოთ რაღაცა მოქმედება, ან დაუშვათ სასამართლოში უნდა შეიტანოთ შესაძლებელი. და ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ასეთ შემთხვევაში თქვენთვის მოქმედების განხორციელების ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღის დღემდე. ანუ სიტყვაზე 10 დღიანი ვადა ჩამარდა სასამართლოდან სარჩელი და მეწურება კვირას, ასეთ შემთხვევაში მე პარასკევს კი არა ვარ ვალდებული რომ შევიტანო შაბათ-კვირას სასამართლო არუშავს. არამედ ორშაბათს გადაიწევს ჩემთვის შესრულების ვადა, ანუ მომდევნო სამუშაო დღეს. ოღონდ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივად იანგარიშება და ჩაითვლება ეს დღეები ასათვლელ ვადაში. გავიგეთ? ეს ნაწილი. იბატონო. ეხლა როგორი იანგარიშება თვითონ დღე რას ნიშნავს, თვე რას ნიშნავს, წელი რას ნიშნავს. როდესაც ლაპარაკია დღეებზე, ამ შემთხვევაში საუბარია 24 საათიან მონაკვეთზე. როდესაც საუბარია თვეზე, ამ შემთხვევაში საუბარია კალენდარულ თვეზე, იმ შემთხვევაში თუ იდენტიფიცირება ვერ ხდება რაღაცა კონკრეტული ვადის, ანუ არასაკმარისად არის განსაზღვრული მხარეების მიერ შესაბამისი ვადა. ამ დროს შესაძლებელია ერთი ვარიანტი, დავუშვათ, ჩაითვალოს უვადოთ, ვერ შევთანხმდით, ანუ სასამართლო ვერ არკვევს იმდენად ბუნდოვანია ჩვენი შეთანხმება ვადაზე, რომ ვერ არკვევს რა ვადაზე ვართ შეთანხმება. ძალიან იშვიათია ხოლმე ესეთი შემთხვევა. და მეორე, თუ განსაზღვრულია თვით და თარიღი არ აქვს მითითებული, ნუ სიტყვაზე უნდა შესრულდეს დავუშვათ აპრილში. ნაკისრი ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ვადა არის აპრილის ბოლო დღის ჩათვლით. ანუ აღარ უნდა გადავიდეს მაისში. ეს დასაწყისიდან არ ივარაუდება. არც იმას არ ნიშნავს, რომ მე თუ თარიღი არ განსაზღვრე, ამიტომ ნებისმიერ დროს ამ თვის განმავლობაში შემიძლია მოვიტყოთ თქვენგან შესრულება. შესრულების ვალდებულება უკვე არსებობს თვის ბოლოს. იმ შემთხვევაში თუ საუბარია წელიწადზე და არ არის დადგენილი და განსაზღვრული კონკრეტული პერიოდი, ასეთ შემთხვევაში უკვე წლის ბოლოს ხორციელდება ეს ყველაფერი. ოღონდ ბავშვებო, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს არის ძალიან ზოგადი რეგულირება. ეხლა რაზედან ჩვენ გვაქვს საუბარი. კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული
ხელშეკრულებები ან კონკრეტულ ურთიერთობა აწესრიგებს ამა თუ იმ ვალდებულებას ხარისხს. შესაძლებელია ეს მოწესრიგებული იყოს ცოტა განსხვავებული კუთხით. და რა თქმა უნდა, შესაბამისი გამონაკლისი შემთხვევით აქედან არსებობს. ანუ მაგალითისთვის, როდესაც ლაპარაკი გვაქვს დავუშვათ ვადით განსაზღვრულ ვალდებულებას. მოთხოვნის უფლება მე არ წარმოეშვება, მანამ სანამ ვადა არ აღმოიწურება. ანუ მე არ შემიძლია ავდგე და ვადაზე ადრე მოვითხოვო ვალდებულების შესრულება. ზოგადად წესის მიხედვით. მაგრამ სიტყვაზე სესხის ხელშეკრულება გიგებთ რაღაცა გარკვეულ გამონაკლისს, ისე როგორც ბევრი სხვა დანარჩენი. მაგალითისთვის მე თქვენ გასესხეთ რაღაცა თანხა და შევთავაზეთ, რომ თქვენ ეს უნდა დავიბრუნოთ 1 წლის თავს. ანუ 1 წლით გვაქვს ვალდებულება განსაზღვრული. მე უფლება მაქვს მოვითხოვო სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება, თუ თქვენი ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ჩემი თანხის ამოღებას. ანუ ეს უკვე გამონაკლისია, როდესაც მე შემიძლია არ იყოს შესრულება ვადამოსული, მაგრამ მაინც მოვითხოვო ვადაზე ადრე თქვენგან გარკვეული მოქმედების შესრულება. შესაძლებელია ეს მოხდეს დაუშვათ განმავლობით ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც, როდესაც შეთანხმებული ვართ რაღაცა ნაწილ გადახდაზე, მაგრამ ან ვალდებულება დაარღვიეთ და შესაბამისად მე წარმოეშვა ერთიანად მოთხოვნის უფლება, ან ხელშეკრულების ფორმა იყო დარღვეული და წარმოეშვა ერთიანად მოთხოვნის უფლება და ასე შემდეგ. ანუ კანონმა შეიძლება დაგიდგინოთ გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები იმასთან დაკავშირებით, რომ შენ კი ბატონო კი განსაზღვრე ეს ვადით, მაგრამ მოდი ხა ესე ვთქვათ რაღაცა ობიექტური მოვლენიდან გამომდინარე, შენ კანონი განიჭერს იმის უფლებას, რომ ამ ვადას გადაუხდიო და ვადაზე ადრე მოითხოვო შესაბამისი შესრულება. შესაძლებელია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა საერთოდ არ იყოს ვადით განსაზღვრული და შემოთავაზებული. ანუ მე და თქვენ დავდეთ დავუშვათ ქირავობის ხელშეკრულება, ვიქირავეთ თქვენგან ვინა და არ მივუძებთ რამდენი თქვენ ვიქირავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარიგება არის ბათი. გარიგება ჩვეულებრივი უფლება ნამდვილად, ოღონდ ითვლება ხელშეკრულება უვადოდ დადებულად. გასესხეთ ფული არ მივუძებთ უვადოა. აი გამოდევით დასყიდობას დავუშვათ ამ შემთხვევაში. ესე უვადოდ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ იმას თავისი მოთხოვნები აქვს, ხო? იქ სავალდებულოდ უნდა გასასწორ პერიოდულად გადახდის ოდენობა, ნაწილ-ნაწილ გადახდის დროები, როდის უნდა დავთავაზოს სულად გადახდა და ასე შემდეგ. ანუ კანონი სადაც სპეციალურად გიდგეს, რომ ეს ყველაფერი შეუნდა გაწერო დროში, ეს უნდა გაწერო. სხვანაირად ეს არ იქნება ის ხელშეკრულება, რომელსაც დებთ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უვადოდ განისაზღვრება. იმ შემთხვევაში თუ ვადა არ არის განსაზღვრული და გარიგება ითვლება უვადოდ დადებულად, ამ დროს უკვე რა ხდება? ნებისმიერ დროს შესაძლებელია შესრულებაც, ანუ მე რომ ვალდებული პირად შემიძლია ნებისმიერ დროს მოვიდე და გადავიხადო ფულის სიტყვაზე, თუ რაღაცა მასესხეთ და თუ არ განსაზღვრეთ, ან თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხვიდეთ შევთავ და მოვთხოვოთ შესრულება. ოღონდ თქვენ თუ მოდიხართ და ითხოვთ ჩემგან შესრულებას უვადოდ დადებული ხელშეკრულებისას, ამისთვის უკვე კანონი მიდგენთ ცალკე ვადას. ანუ თქვენ უნდა მომცეთ სახე რომ ვიქირავებ თქვენგან და ვადა არ განსაზღვრეთ, თქვენ თუ გინდათ რომ გამიშვათ ამ სახელთან, ხო? შეგიძლიათ ეს ვითხრათ ნებისმიერ დროს, მაგრამ უნდა მომცეთ სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ მე დავცალო მოახერხოს პარამეტრს პოვნა და ასე შემდეგ. სესხის ხელშეკრულება, როდესაც დავდე მოხვედით და გითხოვთ ჩემგან შესრულებას, ასეთ შემთხვევაში უნდა მომცეთ შესაბამისი გონივრული ვადა იმისთვის, რომ დავდე. ანუ პირდაპირ ეხლა მოვედი და ეხლა ვეთქვა შეასრულებ, ამ შემთხვევაში უკვე შენი პასუხისმგებლობა დადგება, ეგეთი რაღაცა არის. უბრალოდ განსხვავებული რეგულირება აქვს. ამ უვადოდ დადებული ურთიერთობები ძირითადად ხდებათ ისეთ შემთხვევებში, როდესაც გარიგება მხარეებს შორის დადებული ახალმე ზეპირება. ანუ წერილობით თუ იწერება ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში არის როგორც წესი განსაზღვრული, აბსოლუტურად ყველანაირად დეტალურად იმ შინაარსს, რომელიც შინაარსითაც ურთიერთობა უნდა განხორციელდეს და განვითარდეს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებისთვის უბრალოდ არ არის მიზანშეწონილი ვადის დადგენა და გავრცელება. დავუშვათ, კლიენტი მიდის ადვოკატთან და აქვს სასამართლო დავა. შეთანხმდეთ იმაზე, რომ ადვოკატი წარმოადგენს კლიენტის ინტერესს სასამართლოში, მაგრამ სამ დავა არ მოიწურება. შეუძლებელია ახლა და ზუსტად განსაზღვრა. ნუ შეიძლება ეს დავა დამთავრდეს 2 თვეში, შეიძლება დამთავრდეს წელიწად ნახევარში. აქედან გამომდინარე, ხა შეგიძლია რომ დაწერო რომ აგერ ბატონო მე ვდება ხელშეკრულებას 1 წლის ვადით, მაგრამ როგორც წესი ეს პირობას არ არის კეთილსინდისიერი და სამართლი არის, იმიტომ რომ არ აქვს ეს პერიოდი, შენზე არაა დამოკიდებული ეს რომ სამოიწურება და დასრულდება.
ან შეიძლება დაწერო იდეა ერთის, მაგრამ გაგრძელდება შემდგომში უკვე ხარეთა შეთანხმება. თუმცა ესეთ შემთხვევებში როგორც წესი შეთანხმება ხდება ხოლმე იმაზე, რომ ვალდებულებები მხარეებს შორის ძალაშია ერთ-ერთი მხარე, ორივე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. აქ უკვე სანამ ბოლომდე მოქმედებები არ იქნება განხორციელებული და შესრულებული, ხელშეკრულება არ ითვლება შეწყვეტილად. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, შესაძლებელია ვადების გაგრძელებაც. ვადის გაგრძელება როგორც წესი ხდება მხარეთა შეთანხმებით. როგორც წესი არა, ყოველთვის ხდება მხარეთა შეთანხმებით. ხა ეს რას ნიშნავს? დავდეთ მე და თქვენ ქირავნობის ხელშეკრულება და გავწერეთ, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ძალაშია 1 წლის განმავლობაში. გავიდა 1 წელი, თუ შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ გავაგრძელოთ 1 წლის გავაგრძელოთ, ვერ შევთანხმდით დავასრულოთ. შეგვიძლია გავაკეთოთ მეორე ვარიანტი. მივუთითოთ იქ, რომ ვადა დადებულია 1 წლით, მაგრამ თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს 1 წლის გასვლამდე უარს ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება ისევ ავტომატურად ჩაითვლება გაგრძელებულად კიდევ 1 წლის ვადით. ანუ ხელახლა რო არ მოგიჩიოთ ახალი ხელშეკრულების შედგენა, თავიდან ვალდებულების წარმოშობა, პირველზე შეთანხმება და ასე შემდეგ. კიდევ რა გვაინტერესებს რა არის უშუალოდ? ხო. შემთხვევები ასევე, როდესაც საუბარი არის მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის ვადით შეზღუდვაზე, მაგრამ აღარ მინდა. ან რომელიღაცა მხარე არ გვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ასეთ დროს ვადებს უკვე პრიორიტეტი აღარ ენიჭება. ანუ მე და თქვენ, როდესაც დავდეთ ქირავნობის ხელშეკრულება 1 წლის ვადით და უყურებთ, რომ ყოველთვის უნდა მიხალოთ ქირა და 2 თვე ამ ქირას არ იხდით, მესამე თვე გავიდა და ქირას არ მიხდით, ის რომ ხელშეკრულება ვადით არის განსაზღვრული, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემიძლია მოვიტყო ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ზიანს ვერ უმადგა თქვენი მოქმედების შედეგად. ანუ ერთ-ერთი მხარის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი მოქმედება იწვევს უფლებას უკვე მეორე მხარის, რომ ვადაზე ადრე მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლანა შეწყვეტა. ვადები ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარიგებებისთვის, არამედ შესაძლებელია საუბარი ჰქონდეს გარკვეული მოქმედების შესრულებისთვის ვადის დადგენას. ანუ რა იგულისხმება ამაში? მე და თქვენ ერთმანეთთან რო ხელშეკრულება გვაქვს დადებული და თქვენ უნდა შეასრულოთ რაღაცა მოქმედება ჩემს მიმართ. მთელ რიგ შემთხვევებში მე თუ ვატყობ, რომ თქვენ ამ მოქმედებას ვერ ასრულებთ და მე მინდა რომ ხელშეკრულებიდან გავიდე. გახსოვთ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა რასაც ნიშნავს ჩვენ ავსებთ. გასვლა ისა, როდესაც უბრუნდებიან საწყის. კი ბატონო, როდესაც აღდგებიან მხარეები პირვანდელ მდგომარეობაში. აი ხელშეკრულებიდან გასვლას უკვე აქვს თავისი წესი. მე ვალდებული ვარ თქვენ განგისაზღვროთ დამატებითი ვადა რაღაცა მოქმედების შესრულებისთვის და ამ ვადის უშედეგო დამოწურვის შემდგომ უკვე მაქვს უფლება რომ უარეთქვა ხელშეკრულებას. ну რა თქმა უნდა, თუ ვადის დაწესებას აზრი აქვს. თუ ვადის დაწესებას აზრი არ აქვს და იმ თავითვე ნათელია რომ თქვენი მხრიდან ვერ შესრულდება ვერანაირი მოქმედება ამ ვადაში და იმ თავითვე განწირულია უშედეგობაზე, ამ შემთხვევაში უბრალოდ გაფრთხილებით შემოგვითავაზებთ. ანუ ვადები არ გაიგოთ მხოლოდ და მხოლოდ ისე რომ აქ საუბარია მარტო გარიგების მოქმედების ვადაზე არის. აქ საუბარია ნებისმიერ ვადაზე, რომელიც დაკავშირებულია მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან. ეს შეიძლება იყოს გარიგების ვადა, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილების ვადა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული დოკუმენტის წარდგენის ვადა და ასე შემდეგ. მაგრამ პრინციპი სულ ყველას დათვლის და დაანგარიშების აქვს აბსოლუტურად ცალსახა და ერთნაირი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის არსებით კავშირში, ეს გახლავთ ვადის დენის შეჩერება ან ვადის დენის შეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ანუ ის რომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა, ეს ან არსებობს რაღაცა ვალდებულების შესრულების ვადა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მე მაქვს უფლება, რომ შევაჩერო ვადის დენა და შემდგომში იგივე პერიოდით გავაგრძელო ეს ყველაფერი. მაგალითისთვის, ფორს მაჟორული გარემოება, ანუ დაუძლეველი ძალა.
იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორულ გარემოებას არ ადგილი, ამ შემთხვევაში მხარეებს შორის მოქმედება და შესაძლებელია შეჩერდეს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდში ფორს-მაჟორი მოქმედებდა და შემდგომში უკვე გაგრძელდეს. ანუ დავუშვათ მე როდესაც ვალდებულება მაქვს ეს წინაშე მაგისრო აღიშენებ სამს. დაიწყო ომი, შესაბამისად აღარ არსებობს მასალები, რომლებიც შემოდის, ვეღარ ვახორციელებ ამ მოქმედებას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე ეს ჩვენთვის არის დაუძლეველი ძალა, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში ხარ მე რო დაგიდეთ ხელშეკრულება და გითხარით რომ 1 წელიწადში აღიშენებთ და 3 წელი ომი მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში ხანდაზმულოვანი მოქმედების შესრულების ვადა ეხება შეჩერებული და მას შემდეგ რაც აღმოიფრება ეს ხელისშემშლელი გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, შესაბამისად მაქედან გაგრძელდება უკვე ამალის დენა. 2 თვით ჰქონდა, 2 თვის მერე გაგრძელდება, ანუ 2 თვით იქით გადაიწევს შესრულების ვადა. 3 თვით ჰქონდა, 3 თვით იქით გადაიწევს. ოღონდ ეს უკვე არის ისეთი პირობა და ისეთი შეთანხმება, რომელიც ჩვენ ხელშეკრულებაში შეგვიძლია სპეციალურად გავსაცვლოთ. ანუ დავწერეთ სიტყვაზე, რომ ფორს-მაჟორული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში მოქმედების ვადა შეჩერდება, მაგრამ სანამ ეს არ იქნება აღებული. ოღონდ აქვე აუცილებელია, რომ შესრულება ჩვენთვის არ უნდა კარგავდეს ინტერესს. ანუ მე რომ ვთქვი, რომ 1 წელიწადში მე ეს ყველაფერი მჭირდება და დავუშვათ 1 წლის მერე ეს ყველაფერი თუ იქნება შესრულებული, უკვე ჩვენთვის ამას ინტერესი აღარ აქვს. ამ დროს ეხლა რა თქმა უნდა უაზრობა ასეთი ტიპის ვადების დადგენა. ამიტომ როგორც წესი შეთანხმება სტანდარტულად პრაქტიკაში როგორც ხდება ხოლმე ეს არის განსაზღვრული. სტანდარტულად პრაქტიკაში როგორც ხდება შეთანხმება, ეს არის რომ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადები შეჩერდება და მხარეებს არ ეხებათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია, მაგრამ თუ ეს ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდა 60 დღეზე ხანს, თითოეულ მხარეს უფლება წარმოეშვება უკვე უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამას რატო აქვს ახლა მნიშვნელობა? პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის. ანუ ის რომ დაუძლეველი ძალის გამო რაღაცა მოხდა და მე ამიტომ ვერ შევასრულე. უკვე ინტერესი ეკარგება მეორე მხარეს ჩემს მიერ განხორციელებული შესრულების მისაღებად. და ის უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, იმას კი ბატონო შეუძლია უარი თქვას და მოითხოვოს ჩემთვის გადმოცემული შესრულების უკან დაბრუნება იმ პირობით, რომ ეს ამიბრუნებს რაც მივეცი, მაგრამ უკვე ვეღარ მოთხოვს მე ზიანის ანაზღაურებას და ვეღარ მოითხოვს ჩემგან დამატებით პასუხისმგებლობის დაკავებას. ანუ მოხდა უბრალოდ ხდომილებას აქვს ადგილი და არა ჩემი ბრალეული მოქმედებიდან გამომდინარე ხდომილებას. კიდევ ერთი რომელიც ამასთან არის პირდაპირ კავშირში, ეს გახლავთ საკითხი, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება ვადით არის განსაზღვრული. ანუ მე როდესაც დაგიდეთ თქვენ ვადიანი ხელშეკრულება 1 წლით. უნდა უშუალოდ გასესწრეთ რაღაცა და 1 წლის თავზე ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცოს. ამ შემთხვევაში არსებობს ესეთი ძალიან ყბადაღებული დებულება თეორიაში დაიკითხავთ, ვადა აფრთხილებს კრედიტორს. ანუ ის რომ მე მოთხოვნის უფლების მატარებელი პირი ვარ. თქვენ როცა ვიცი რომ უნდა შემისრულოთ რაღაცა ვალდებულება დავუშვათ 30 აპრილს. ამ შემთხვევაში 30 აპრილი როდესაც დადგება, მე უკვე ვიცი რომ ჩემი მოთხოვნის უფლება არის წარმოშობილი. თუ თქვენ ეს შესრულება ჩემს მიმართ არ განიხორციელებიათ ამასობაში, ხო? შესაბამისად იქ მე ლაპარაკი რომ მე არ ვიცოდი ეს ვადა რომ დაგროვული იყო, ან არ უნდა ვიცოდნო და ამის შესახებ და ასე შემდეგ, ეს უკვე აღარ მოხდებს. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც უნდა ვიცოდნო. და აქედან გამომდინარე უკვე მოთხოვნის პროცესი. მოთხოვნის ხანდაზმულობის მოთხოვნის ვადის დენა დამეწყო. ასევე უკვე თვითონ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას. აქ უკვე რა შემთხვევებზე გვაქვს ლაპარაკი. როდის ჩერდება ვადა რავადაშიც მე უნდა მიმართა სასამართლოსთვის. პირველი აუცილებელი პირობა. სამწლიანი, ან 1 წლიანი არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა თუ მაქვს განსაზღვრული ხო კანონი. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მხოლოდ და მხოლოდ კანონით ზუსტად განსხვავებული და გათვალისწინებულ შემთხვევებში და ესეც იმ პირობით, რომ ამ მოვლენას ადგილი უნდა ჰქონდეს ხანდაზმულობის ვადის დენის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ანუ მე როდესაც მაქვს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სიტყვაზე ერთ-ერთი საფუძველი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ეს გახლავთ ის, რომ გამიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
და შესაბამისად არ აქვს საშუალება რომ მიმართოს სასამართლოს. ხო, არ სადღაც არის. არა, შეიძლება შეგვიძლია სასამართლოს არგის უდავს მაგის უკვე. თუ ეს ჩემი გაწევა მოხდა ბოლო 6 თვის განმავლობაში ვადის ამოწურვის. ამ შემთხვევაში უკვე ეს ვადა შეჩერდება. და როდესაც მე დაბრუნდები იქიდან, უკვე მექნება ის პერიოდი დარჩენილი სასამართლოსთვის მისამართად, რა პერიოდიც მქონდა გაწევამდე. ანუ სიტყვაზე გამიწვიეს, როდესაც იყო გასული 2 წელი და 8 თვე, ასეთ შემთხვევაში ვადა შეჩერდა და როდესაც დავბრუნდი, გამიგრძელდა ვადის დენა ისევ 4 თვით, ხო? იმიტომ რომ 3 წელი იწურებოდა 4 თვეში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აქ არ ამარ, ამ დროს უკვე ეს ვადა შეჩერებულია. ოღონდ ხას უსვა მათ ყურადღება მიაქციეთ საფუძვლებს, როდესაც წაიგებთ პირდაპირ ძალიან მკაფიოდ არის დასაზღვრული კონკრეტული შემთხვევები. ანუ როცა ლაპარაკია დაუშვათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწევაზე, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს დაუშვათ საკონტრაქტო ურთიერთობას ჯართან. ანუ წავედი ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას და დავიწყე მუშაობა როგორც კონტრაქტორმა სამხედრო სამსახურში. ეს არა შემთხვევა, როდესაც მე კანონით ვალდებული ვარ რომ წავიდე და არ მაქვს საშუალება რომ იქიდან გამოვიდე. იმ შემთხვევაში თუ ამ მოვლენას ადგილი არ აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის სისტემის შეჩერება არ ხდება. ანუ სიტყვაზე 2 წელი იყო გასული და 2 წლის თავზე გამიწვიეს სამავდებლო სამხედრო სამსახურში, ეს ავტომატურ რეჟიმში არ გულისხმობს იმას, რომ ხანდაზმულობის სისტემა შემიჩერდება. იმიტომ რომ ბოლო 6 თვეში ამას ადგილი არ აქვს. მაგრამ თუ გამიწვიეს ეხლა დაუშვათ წელიწად და ნახევრი, ასეთ შემთხვევაში უკვე 6 თვით გადაიწევს ჩემი ხანდაზმულობის და იმიტომ რომ პირველი 6 თვე 2 წელზე რო გამიწვიეს, არ ჩაითვლება ამის გაგრძელების შეჩერებულ ვადაში, ბოლო 6 თვე ჩაითვლება შეჩერებულ ვადაში. ოღონდ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აქ აუცილებელი და სავალდებულო წინაპირობა გახლავთ ის, რომ უნდა იყოს პირველი კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევა და მეორე ამ შემთხვევას ადგილი უნდა ჰქონდეს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ანუ ბოლო 9 წლის განმავლობაში. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება, შეწყვეტა არ ხდება და არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ასევე არ არსებობს შემთხვევა ან საფუძველი, როდესაც საუბარი შეიძლება ჰქონდეს ხანდაზმულობის ვადის დენის გაგრძელებას. ან ხანდაზმულობის ვადის დენის აღდგენაზე ხარისხს. ანუ აქ არ გულისხმობ იმას, რომ ეხლა დაუშვათ ვიღაცა ჰქონდა შეჩერების საფუძველი, ობიექტურად ჰქონდა ამ ბოლო 6 თვეში და გაწეული ყავდა და ასე შემდეგ, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის გავასაჩივრე და ვამბობ, რომ ეს არასწორად არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ ეს საფუძვლები არსებობდა და შესაბამისად მე ვადა მქონდა. თუ ეხლა მითხრა შემდგომა ინსტანციის სასამართლომ, რომ კი ბატონო შენ ეს ვადა მქონდა, არასწორად გადაწყვიტა ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ. ესეთი რაღაცა შეიძლება. ეს არ გულისხმობს ვადის გაგრძელებას ან ვადის აღდგენას. ამ შემთხვევაში საუბარია უბრალოდ შენი უფლების დადგენაზე ამასთან დაკავშირებით. აღდგენაზე როცა ლაპარაკი არაზე, დავუშვი მე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყოველგვარ საპატიო მიზეზის გარეშე, მივდივარ მე სასამართლოში და ვამბობ, რომ მოდი იცი რა, ეს დავუშვი, მაგრამ ეხლა თქვენ მეიქნებ მაპატიოთ და აღვიდგინოთ ეს ვადა, ან მოვცეთ საშუალება იმისი, რომ ხელახლა მიმართოს არჩევის სასამართლოს. ესეთი რაღაცა არ ხდება. თუნდაც იგივე შეიძლება არსებობდეს რაღაცა ისეთი გარემოებები, რომლებიც ზოგადი წესის მიხედვით არის საპატიო გარემოება, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის დენისთვის ეს საპატიო არ არის. სიტყვაზე ავადმყოფობა, თულად ვიყავი და ორი ვერ მოვმართე. 3 წელი ბოლო 6 თვეში გავხდი თუდად და ვერ მოვმართე. ან საპატიო ითვლება მხოლოდ და მხოლოდ კაცრად არსებული ჩამონათვალი. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას რაც შეეხება, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა უკვე გულისხმობს იმას, რომ შემდგომში ამისი გაგრძელებაზე, აღდგენებზე და ასე შემდეგ საუბარი ზედმეტია. ანუ სიტყვაზე ეს ძირითადად დაკავშირებულია ამ ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრული ურთიერთობის და უფლების რეალიზაციას. ამ რეალიზაციაში რას გულისხმობ? წავედი, ვთვლი რომ ჩემი უფლება თქვენი მხრიდან არის დარღვეული და ამ უფლების რეალიზაციის მიზნით მიმართავ სასამართლოს. ანუ შევიტანე სარჩელი. აქ ხანდაზმულობის ვადა აღარაფერში არ სჭირდება, იმიტომ რომ ვადა დაცული მაქვს, სარჩელი შეტანილი მაქვს, შესაბამისად ამაზე მიგითება ვერავისთვის და ვეღარ ხდება და აქედან გამომდინარე უკვე ეს საკითხი ჩემთვის არის ამოწურული და დახურული. ოღონდ კიდევ ერთი რამ, რასაც აქ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყოველთვის ყურადღება რა. ხშირად მოდის ხოლმე ესეთი შეკითხვები და ესეთი რაღაც საკითხი, რომ აი დავუშვათ
ხანდაზმული როდესაც არის ჩემი მოთხოვნა, მე მაქვს თუ არა მაქვს საშუალება სასამართლოს ვიმართო. ანუ სასამართლო რას აკეთებს ამ დროს? საერთოდ არ განიხილავს ჩემს საქმეს თუ განიხილავს და უარს მეუბნება. სასამართლოს საქმეს მიიღებს ყველა ვარიანტში წარმოებაში და გასაფრთხილებლად. სასამართლოს არ აქვს უარი ითხრას ყველი მოტივით რომ ეს ბატონო ხანდაზმულია ეს მოთხოვნა, ამიტომ უარ მაინტერესებს ამის განხილვა. იმიტომ რომ სანამ განხილვის ეტაპზე არ არის ეს ყველაფერი შესული. სასამართლოსთვის არ არის ცნობილი, ნამდვილად არის თუ არ არის ხანდაზმული ეს თქვენი მოთხოვნა. ესე იგი. მეორე, ხანდაზმული როდესაც არის მოთხოვნა, ეს არ გამორიცხავს მეორე მხრიდან შევალდებულების შესრულების შესაძლებლობას. ანუ შეიძლება გამივიდა თუ ბატონო მე სამწლიანი ხანდაზმულობის ვარ და რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე მქონდა. მაგრამ შეიძლება თქვენ ამას ცნობთ. აღიარეთ. მეთანხმებით იმაში რომ ეს ვალდებულება არის შესაძლებელი თქვენი მხრიდან. ანუ მალის აღიარება გამიკეთებთ. სეცის ხელშეკრულება ქონდა დადებული, გამივიდა მოთხოვნის ხანდაზმულობისვა და მაგრამ წავწადით თქვენ, წაუყევით, გნებავთ, არ ვიცი, ვერ გაითვალისწინეთ ეს არის ვერ გასაზრდეთ, ანუ უბრალოდ შეგნებულად გინდა და დამიწერეთ ყალის არსებობის აღიარება, რომ ვალდებულებას გისურვებთ, რომ გადაიხდით ამ თანხას, ნამდვილად გაქვთ ჩემი ვალი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე ეს ითვლება ცალკე დამოუკიდებელ გარიგებად, რომლიდან გამომდინარე უკვე ცალკე ითვლება ეს ხანდაზმულობის ვადა. ანუ ის რომ ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობის ფორმატში და ჩარჩოებში შესაძლებელია არსებობდეს 2 ან 3 სხვადასხვა შესაბამისი გარიგება, დოკუმენტი ან შეთანხმება მხარეებს შორის. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მარტო პირველადი ძირითადი შეთანხმებიდან გამომდინარე ვიწყებ ვადის დენის საკითხს. შესაძლებელია ერთი და იგივე სამართლებრივ ურთიერთობაზე მეთანხმება ჰქონდეს რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის გარიგება, რომლითაც წინა შეთანხმება შევცვალეთ რაღაცა ფორმით, ან წინა შეთანხმებაზე უარი ვთქვით და ახალი შეთანხმება გავაკეთებთ. ნებისმიერი და თითოეული ახალი შეთანხმება და ახალი გარიგება ხელახლა წარმოშობს თქვენი მოთხოვნის უფლებას. ვიხდით რაზეა საუბარი? ანუ ძირითადი ხელშეკრულება დადებული მაქვს, ამ ძირითადი ხელშეკრულების დადების მერე ავდექით და შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი აი იქ იყო განსაზღვრული სიტყვაზე 1 წლით. ამ შემთხვევაში ახლა განსაზღვროთ წელიწადნახევით. არა ნახევარწლით, არა აქვს მნიშვნელობა იმაზე მეტი იქნება თუ ნაკლები. ეს ახალი შეთანხმება რაც არის უკვე ამ ახალი შეთანხმებიდან გამომდინარე ვითვლით შესაბამისად პრინციპებს. რა პრინციპით უნდა მოვახდინოთ ამისი ვარდისაფრთხილად. გასაგებია რაღაცა ცოტა რთულად ხო არ ახსენეთ? გაიგეთ ბატონო ჩემ. ძალიან კარგი. ანუ ეხლა ჯამურად ამას ყველაფერს დავუყურებთ. ვადებს გვაქვს ხანდაზმულობის ვადები, გვაქვს ვადების გამოთვლის წესი. ხანდაზმულობის ვადები განიხილება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გაგება. ანუ არსებობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, რომლის ვადის დენის ამოწურვის შემდეგაც უფლება გაქვთ თეორიაში, ანუ უფლება არ ხრება. არავინ არ ამბობს იმას, რომ ეს ვადა თუ გავიდა, ამიტომ ის უკვე მართალი გახდა და გადაიქცა. უბრალოდ ამ შემთხვევაში შენ დაკარგე სასამართლო გზით შენი მოთხოვნის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. მაგრამ ისე თუ შეასრულებს მოქმედებას შენს მიმართ სასამართლოს გარეშე, ეს მოქმედება მაინც ჩაითვლება ნამდვილად. ანუ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ნეგატიურად ამოიწურა დაღარვა. მეორე, ხანდაზმულობის ვადები, რომლითაც ხდება უფლების აღმოცენება ან უფლების შეძენა, ანუ გახსოვთ ეს შემოწმებული პანტო, საკუთრების უფლება შევიძინე დაუშვათ მოძრავნილზე ხანდაზმულობით ან უძრავნილზე შევიძინე ხანდაზმულობით საკუთრების უფლება. ვადების გამოთვლის პრინციპები და წესი საერთოა ყველა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე რა. ვადის დათვლა იწყება მომდევნო დღიდან. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს სამუშაო და არასამუშაო დღის ათვლისთვის. აი ამოწურვისთვის უკვე მნიშვნელობა აქვს. აბა როგორ? თუ ბოლოდრე, თუ არა, კვირა აუცილებელი. ანუ უქმე დღე, ანუ შესაძლებელია დაუშვათ იყოს შუა კვირა, მაგრამ იყოს დასვენების დღეს ოფიციალურად გამოცხადებული. ანუ ტექნიკურად და ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა რომ რაღაცა მოქმედება განახორციელოს და შეასრულოს. ამავდროულად ეხა ყურადღება რას უნდა მიაქციოთ?
არ არის სავალდებულო და აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ეს მოქმედება, რომელიც თქვენს მიერ მოქმედების შესრულებას ადასტურებს, განხორციელებული იყოს უშუალოდ ვალდებული პირის მიმართ. ანუ სასამართლოდან დაუშვათ რაღაცა შეტყობინება მოგივიდათ და უნდა შეიტანოთ გარკვეული დოკუმენტი. ან თქვენს მიმართ შესასრულებელი მაქვს შესაბამისი ვალდებულება და იწურება ეს და არის რაღაცა გარკვეული ბოლო დღე. ამ შემთხვევაში არ არის შემთხვევა სავალდებულო, რომ მაინც და მაინც პირადად თქვენ არ მოვიდა, მაინც და მაინც სასამართლოში მივიდე და იქ შევიდეთ. შესაძლებლობა ასევე იმისი, რომ რამისფერი კომუნიკაციის საშუალებით ეს ყველაფერი განახორციელოს. კომუნიკაციის საშუალებაში მე არ გულისხმობ სატელეფონო ზარს. ფოსტა. ანუ წავედი ფოსტას ჩავაბარე შესაბამისი დოკუმენტი. შეიძლება ეს პოსტა მე მიიტანოს ერთი კვირის მერე ან ერთი თვის მერე, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. თავარია რომ ჩემს მიერ მოქმედების შესრულება აუცილებლად უნდა ეტეოდეს და ჩნდებოდეს იმ ვადაში, რომელი ვადაც მე ამისთვის ჰქონდა შესაბამისად გასასვლელი. იგივე უშუალოდ თქვენს მიმართ დაუშვათ რაღაცა მოქმედება მაქვს შესასრულებელი. დაუშვათ რაღაცა საგანი უნდა გადაიწყოს. შეიძლება ეს განახორციელოს შესაბამისი გზით. თავარია აქაც რომ უნდა დასტურდებოდეს და გინდებოდეს ჩემი მხრიდან ვადაში მოქმედების განხორციელების ფაქტი. ოღონდ ამას აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავისი სპეციალური წესი. აქ საუბარია დაუშვათ თუ სასამართლოსთვის შეტყობინებაზეა ლაპარაკი, აქ აუცილებლად ლაპარაკია დაზღვეული წერილის პოსტის მეშვეობით ამის გაგზავნაზე და ასე შემდეგ. ანუ ეხა ის რომ მე ვიღაცას შემოძახე საიდანვე ან ეხა ტელეფონის დაურებე რომ იცი რა მე აგერ ვალდებულებას ვასრულებ შენს მიმართ, ეს როგორც ესეთი შესაძლოა ვალდებულების შესრულება არ ჩაითვლება. ასევე შემთხვევები, როდესაც ვადის გაგრძელებაზე გაქვს საუბარი, უპირობოდ და აუცილებლად საჭიროებს შეთანხმებას მხარეებს შორის, ანუ მედაქვე შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვადას ვაგრძელებ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადები მაქვს, ამ იმპერატიულად განსაზღვრული ვადის გაგრძელება არ ხდება. კანონით იმპერატიული ვადები ასევე არსებობს პროცესშიც, მაგრამ იქ უკვე ესეც ძალიან როგორ გითხრათ რა, ზოგადი წესიდან განსხვავებული წესები არსებობს ყოველთვის. ანუ პროცესში დაუშვათ თქვენ ნახავთ რომ არსებობს როგორც იმპერატიული ვადები, ასევე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადები. ანუ კანონში სასამართლოს უწევია რომ დაუშვათ აგერ შესაძლებელი შეტანისთვის სასამართლოს შეუძლია მხარის განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 4 დღეზე მეტი. შეიძლება სასამართლო გამისაზღვროს დაუშვათ თქვენ 5 დღიანი ვადა, მაგრამ მიმართოთ თქვენ განცხადებებით და თქვა პროვინცია რა 5 დღიანი ვადა არ ყოფნის, ამოდი იქნებ კიდევ დავიმატოთ. ეს უკვე სხვა შემთხვევაა. ამ შემთხვევაში არსებობს უკვე აუცილებლობა ამისი გაგრძელების. მაგრამ კანონის როცა გეუბნება შენ რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაქვს 7 დღიანი, აქ ამდენი განცხადებითაც არ უნდა მიმართო, იმეს რომ მოდი შენ მე ეს ვადა გამიგრძელე, ალბათ ის გაგრძელება იქნება დაუშვებელი და შეუძლებელი. გასაგებია? ან კარგი. მაშინ ახლა მოინიშნეთ თქვენ დავალება საშინაო, რომელიც ეხლა ყოველთვის პირველი გაქვს და გამომდინარე იმპერიის არ გაძლევთ ამ დავალებას, ან დასვენების პრობლემები ვეჯერული მაინც და ასთან შევეძლებ. გასაგებია ეგრე. მაგიტომ მეუბნებით რომ იმპერიის აგექნება შესაძლებელი, ანუ დღეს არის უშუალოდ შემდეგ შევატევთ და იმის შემდეგ შევატევთ. ჩათვალეთ რომ ორი წვია გაქვთ ამისთვის ვარ. გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. პირობადებული გარიგებები, ანუ პირობითი გარიგებები, პირობადებული გარიგებები. ანუ პირობით გარიგებებთან დაკავშირებით ესე გავაკეთოთ. ესე. ოღონდ აქვე რას რეაქციას ყურადღება რა? კოდექსში ასევე ნახეთ წინარე ხელშეკრულება და გამიკეთეთ პირობითი გარიგებების და წინარე ხელშეკრულების შედარებითი დახასიათება. ანუ რა ნიშნები ახასიათებს პირობითი გარიგებებს, რა ნიშნები ახასიათებს წინარე ხელშეკრულებას, რაში მდგომარეობს გავსებები და რაში მდგომარეობს განსხვავებები. გასაგებია? თვითონ სასემიარო დავალებას შეეხება ვადების ჩათვლით ეხება ყველაფერი. იმიტომ რომ იმ კვირაში
როდიკავთ 4 შაბათს, ხო? სემინარი. ანუ 4 შაბათის სემინარისთვის უკვე სადრო იყო. თქვენ ამდენი შორი გიგავთ. ო, ბევრი. არა. იქეთ 4 შაბათის, 60 შაბათის რაც ხონდა თავი რეგინა ჩუნდოდა და უკან პასუხი. უფრედის გამოცი. წინაზე დასავსე. ორი დავი, მაგრამ ანუ ეს დაუშავებსა და იქეთ უშავებს. ორ შაბათს ვისადოთ, ეხლა არა, იქეთ დაუშავებთ. ეს ბოლოს მოდის პირველი მიწის. კარგი, წარმატებები.